მადლობა მოგზანებისთვის. იცით, რას ეხება დღევანდელი პრეზენტაცია. ეს არის ფუნდამენტური შრომა აფხაზეთი 1917-1921 მეხსიერების რეკონსტრუქცია. ამ საერთოდ წიგნებს და განსაკუთრებით კარგ წიგნებს აქვს თავიანთი ბიოგრაფია. ფაქტობრივად რაც გავიცანი ირაკლი და დათო მას მერე ამ თემას უკირკიტებენ. და ეს არის საკმაოდ ისეთი არათუ გამოუკვლეველი, არამედ კოლექტიური მეხსიერებისთვის, ქართველების კოლექტიური მეხსიერებისთვის უცნობი თემა. შეიძლება ითქვას, რომ 1921 წლამდე აფხაზეთში იყო სამი სხვადასხვა სოციალური იდენტობა. ყოველ შემთხვევაში 17-21 წლებში ასე გამოიკვეთებოდა. ერთი იყო აფხაზური ინტელიგენცია, რომელსაც ეს ქართული ორიენტაცია ჰქონდა, არ ზაყავდნენ უყურეთესვები. იყო აფხაზური თავადაზნაურობა, რომელიც მიწის შენარჩუნებას ცდილობდა, ხან მიეკედლებოდნენ დენიკინს, ხან ოსმალებს, ხან ქართველებთან ცდილობდნენ რაღაცის დალაგებას. და იყო მესამე, ეს არის აფხაზი ბოლშევიკები. ესენი არიან აფხაზი ბოლშევიკები. და დღეს სინამდვილეში რაც არის აფხაზეთში დარჩენილი, არის მხოლოდ უკანასკნელი. ანუ ყველაფერი დანარჩენი აფხაზეთის ნაციონალური იდენტობა დაეფუძნა იმ ნარატივს, რაც შექმნეს აფხაზმა ბოლშევიკებმა. ის დანარჩენი ორი საერთოდ გამქრალია. აი ქართველებთან კავშირის ის მომენტებიც რაც იყო თქვა საქართველოს დამხმარებელ კრებაში, ეროვნულ საბჭოში, აფხაზეთის სახალხო საბჭოში, ესენი აფხაზების კოლექტიური მეხსიერებიდან მთლიანად გამქრალი და არათუ აფხაზების კოლექტიური მეხსიერებიდან არის მთლიანად გამქრალი, არამედ ჩვენც რაღაცნაირი პრიმორდიალური მიდგომა გვაქვს ამ საკითხისადმი და აღვქვამთ ისე, რომ აი ეს პრობლემა როგორც აღმოცენდა 70-იან, 80-იან წლებში და 90-იან წლებში მოხდა ომი და დღეს რაც განწყობები არის, აი ასე იყო ყოველთვის, რაღაცა იყვნენ აფხაზები, ვიყავით ქართველები და ასე შემდეგ. ეს წიგნი ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით და ემპირიული მონაცემები არის მათ შორის არჩევნების მონაცემები, მათ შორის ლიდერშიპის განხილვა, თქვათ, ვინ იყვნენ იქითა მხარეს და ვინ იყო აქეთა მხარეს, ამ ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით გვიმტკიცებს, რომ მოცემულობა 17-21 წლებში იყო სრულიად სხვანაირი. ახლა მე არ მინდა სიღრმეებში ჩავიდე და ავტორები არიან და უფრო დეტალურად ისაუბრებენ ამ თემაზე, მე უბრალოდ მინდოდა წარმოჩენა თუ რა არის ამ წიგნის მთავარი სათქმელი. ახლა ეს კვლევა მართლა რომ ფუნდამენტურია, ყველა დამეთანხმება, ვინც ჩახედავს ბიბლიოგრაფიას. ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი წყარო, რომელზეც ქართულ ისტორიკოსს დღეს შეუძლია წვდომა და ეს გამოყენებული არ აქვს. ასე წარმოიდგინეთ, ეს არის მე მგონი პირველი წიგნი, ხო, რომლისთვისაც ითარგმნა პირველი აფხაზურენოვანი გაზეთის აფსნი, პირველი აფხაზურენოვანი გაზეთი 1919 წელს გამოვიდა და ქართული მხარე ნაკლებად ახერხებდა ამის გამოყენებას, ეს სოტრირობის გამო, მაგრამ ამ წიგნის მიზნებისთვის გაზეთის ნომრები ითარგმნა და ის არის გამოყენებული არის საბჭოთა არქივები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არქივები, მე მივაწოდე გიორგის ჰუვერის ინსტიტუტში დაცული მეფის რუსეთისა და საბჭოთა კომპარტიის მასალების სხვები და სხვები. მოკლედ, ეს ყველაფერი ჩრთამბეჭდავი არის და წიგნის ზომასაც ეტყობა ეს ამბავი და ხარისხსაც ეტყობა, რისთვისაც მინდა რომ ავტორებსა და მთლიანად სოულაბს, როგორც ორგანიზაციას მადლობა გადაუხადო. სოულაბის ბევრი მტერი ყავს თანამედროვე საქართველოში, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი. და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოყოლებული რიგითი პატარა ქოცი ჭანჭიკით დამთავრებული
ყველა ერთად და სათითაოდ ემტერება ამ ორგანიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს და ბევრს ნერვებს უღიზიანებს. ახლა წიგნის კონცეპტუალურ ჩარჩოზე, იდეაზე მინდა რომ გიორგის თხოვო გითხრას რამდენიმე სიტყვა. Badloba, Beka, badloba წარდგენისთვის და მობრძანებისთვის. მართალია ბექა, რომ ირაკლი და თუ ამ თემას დიდი ხანია უკრიკიტებენ და იმ წლების განმავლობაში, რაც მე სოვლავში ვარ, სულ მქონდა ამ თემატიკაზე საუბარი, მაგრამ იდეა, ხო ვიტყვი, საიდან მოვიდა იდეა, რომ ეს თემა იმსახურებს წიგნს და ასე ვთქვათ, სრულფასოვან ნაშრომს წლების წინ ჩვენ შემთხვევით ნახეთ ანიმაცია. ეს იყო რუსული პროპაგანდისტული მედიის სპუტნიკის ანიმაცია აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შესახებ, ძალიან კარგად გაკეთებული ანიმაცია და შემდეგ უბრალოდ შევყევით ამ ამბავს აღინიშნებოდა, ესე იგი საბჭოთა ხელისუფლების აფხაზეთში დამყარების 100 წლისთავი. ესე იგი 2021 წელს იყო ეს. მაშინ ვიწყებდი ასე თქვა თანამშრომლობას სოვლაბთან. და შემდეგ აი ამ საუბარში აღმოჩნდა, რომ ერთის მხრივ შთამბეჭდავი იყო ის, რომ ეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება, ასე თუ ისე ჩვენთან მაინც საბჭოთა ოკუპაციის დღეა და დადებით მოვლენა და არავინ არ განიხილავს საზოგადოების არც ერთ ნაწილში ჩვენთან მიღებული არ არის ამ მოვლენის შესახებ დადებით კონტექსტში საუბარი. ხოლო იქ კი აღმოჩნდა, რომ ეს არის ზეიმი, ეს აღინიშნება ყოველ წელს, ყველა ზეიმობს ამას 4 მარტს და რაღაცნაირად მიჩნეული არის ერთის მხრივ განთავისუფლების აქტად და მეორეს მხრივ აი იმ ეთნონაციონალისტურ ნარატივში, რომელიც დღეს დომინირებს ამ ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიჩნეული არის როგორც ერთგვარი განთავისუფლების აქტი, რომ აი ამ მომენტში მოხდა აფხაზი ერის განთავისუფლება და აი ამ ასე ვთქვათ წლების განმავლობაში სულად ნათელი გახდა, რომ თვითონ ბოლშევიკურ მხარეს აი ბექამ რაზეც ისაუბრა, თვითონ ბოლშევიკურ ორგანიზაცია რო ავიღოთ და პირდაპირ გადავალ ალბათ ამ წიგნის კონცეპტუალურ ჩარჩოზე. ანუ ერთ-ერთი ფუძემდებლური, ასე ვთქვათ, თეზისი, რომელსაც ემყარება აი ეს ნარატივი, მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ განთავისუფლების აქტია საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და შესაბამისად, რადგან ეს განთავისუფლების აქტია, შესაბამისად ის ბრძოლა, რომელიც წინ უძღოდა ამ განთავისუფლებას, არის განმანთავისუფლებელი ბრძოლა, ხო? ანუ ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლა არის. მაგრამ და ეს არის ერთ-ერთი, მაგრამ ცხადია არაერთადერთი ასე ვთქვათ, შტრიხი ჩვენი წიგნისა, როცა ჩვენ ვიღებთ უშუალოდ ბოლშევიკურ ორგანიზაციას, თუ ვინ არიან ამ ბოლშევიკურ ორგანიზაციაში, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ეთნიკური ან ეროვნული მეტამორფოზის მქონე რაღაც ორგანიზაციად, ესე არ აღმოჩნდა, რომ სრულიად არ არის და მეტიც, ასე ვთქვათ, წინა პლანზე აი ამ ბრძოლაში ბოლშევიკებისა არიან თუ ეთნიკურობაზე არის საუბარი, ქართველები. და მეტიც 1921 წელს აი ამ 4 მარტს, რომელსაც ისინი ზეიმობენ როგორც განთავისუფლების აქტს, ნესტორ ლაკობა, რომელიც რაღაც დამფუძნებელ მამად მიიჩნევა ამ ნარატივში თურქეთში არის და თუ პირველი თანრიგის ლიდერია, იქ რატო არ არის? ხო, გაჩნდა კითხვა. როცა დავიწყეთ ამ კვლევაზე საუბარი, ისევე როგორც ეფრემ ეშბა, რომელიც მე აღმოჩნდა, რომ საერთოდ უკლონისტებთან უპოვია ნავსაყუდელი, ასე ვთქვათ, ქართულ ნაციონალურ კონგრესში, ეს სხვა ამბავია. ეფრემ ეშბა არის ბაქოში ამ დროს. თუ პირველი თანრიგის ლიდერია, იქ რატო არ არის, ხო? საბჭოთა ხელისუფლება სოხუმში გამოაცხადა, ეთნიკურობაზე ხან არის საუბარი ქართველმა, ისაკ ჟვანია. და ამ ორგანიზაციაში არიან წინა პლანზე ქართველები. სევერიან კუხალეიშვილი, ამბერგი ურუშაძე და სხვები. და მეორე მხრივ აქეთ მხარეს, ხო? ესე იგი, და ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ხაზი მინდა გაუშვა, რატო არის ეს 1917, რატო იწყება
ასე ვთქვათ, ნარაცია ჩვენ წიგნზე 17 და არა 18 წელს, ეს 1900 ეს ერთი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი და ბევრი რამის გაგებაში გვეხმარება ჩვენ. ანუ აქეთ მხარეს, ანუ დემოკრატიულ მხარეს გამოკიდებულებამდე ეს არის ამიერკავკასიის სეიმი, ანუ ანტიბოლშევიკურ და ანტიდენიკინურ მხარეს, ასე ვთქვათ, ამ ინსტიტუციების სათავეში არიან ძირითადად აფხაზები. ძირითადად აფხაზები არიან 17 წელსაც და შემდგომში უკვე, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობის დროსაც. და ამ ყველაფრის გაგება რაღაც მაგალითები, პიროვნებების მაგალითებით, და ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას, უფრო გვიადვილდება, ხო? მაგრამ ერთ-ერთი რამე, ალბათ, რასაც ეს წიგნი შეგვახსენებს, არის ის, რომ საქართველოს ამ პერიოდის დამოუკიდებლობას რაღაცნაირად ჩვენ განვიხილავთ იმ პერიოდის პოლიტიკიდან განცალკევებულად. დამოუკიდებლობის და დემოკრატიული დღის წესრიგის დემოკრატია და დამოუკიდებლობა სახელმწიფოებრიობა ძალიან იყო გადაჯაჭვული რა. ერთი მეორესგან ვერ როცა ჩვენ იმ დროინდელ დისკურსს უყურებთ, ერთი მეორესგან გამოცალკევება ძალიან რთულია და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც 1917 წელი შემოდის თებერვლის რევოლუციის დღის წესრიგი. და ამ თებერვლის რევოლუციის დღის წესრიგით პოზიციონირებს სოციალ-დემოკრატიული პარტია პირველ რიგში, არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ აფხაზეთს მიღმაც იქ შავი ზღვის ოლქში, ყუბანში, რაკაც თავი არის, რომელიც ჩემ სამაგისტრო ნაშრომს ეკნობა, რომელიც თანამედროვე საქართველოს ისტორიის ფარგლებში დავწერე. ესე იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკა ყუბანში და შავი ზღვის ოლქში, სადაც რესპუბლიკა ასე პოზიციონირებს, რომ როგორც ერთადერთი სივრცე, სადაც თებერვლის რევოლუციის დღის წესრიგს ხორცი შეესხა, ანუ არჩევნებს, არის დამფუძნებელი კრება, რომ ესე იგი არის თვითმმართველობა, ერობა და სადაც განხორციელდა მიწის რეფორმა, ანუ მიწის დარიგება კერძო საკუთრებაში გლეხთათვის და იქ საინტერესოა ციტატაც გვაქვს მოყვანილი ერთ-ერთი რუსი პოლიტიკოსის სოჭში, რომელიც ამბობს, რომ აი საქართველო არის ერთადერთი სივრცე, სადაც არსებობს არსებობს რესპუბლიკური კონსტიტუციური წესრიგი. ხო, ახლა დიდხანს არ ვილაპარაკებ, ბექამ ახსენა არჩევნების საკითხი და ესეც ჩემთვის ძალიან, ასე ვთქვათ, შთამბეჭდავი იყო იმის აღმოჩენა, რომ ამ турბულენციის განუყოფელი ნაწილი იყო ბევრი არჩევნები, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში ჩატარდა არა ერთი და არა ორი, არამედ 5 არჩევნები და ძალიან საინტერესოა ამ მხრივ 1917 წლის ორი არჩევნები, ეს არის რუსეთის დროებითი მთავრობის დროს ჯერ კიდე სოხუმის და ოჩამჩირის საქალაქო თვითმმართველობის არჩევნები და შემდეგ დეკემბერში რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნები და ეს ორივე არჩევნები მნიშვნელოვანია იმით, რომ ბოლშევიკები იღებენ მასში მონაწილეობას. დეტალებზე ირაკლი ისაუბრებს, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავია თავისთავად ეს ფაქტი, რომ არჩევნები ამ დროის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, კონკურენტული არჩევნები, განსაკუთრებით საინტერესო და მე ვიტყოდი, რომ შთამბეჭდავია 1919 წლის აფხაზეთის სახალხო საბჭოს, ანუ აფხაზეთის პარლამენტის არჩევნები, სადაც არის ჭიდილი, სადაც არის ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც საინტერესო კონგლომერატია, როგორც პრობოლშევიკური, ასევე პროდენიკინური ძალების 17%-ს იღებს და მთელი პოლიტიკური ბატალიების შემდეგ ამ პარლამენტში, ანუ სახალხო საბჭოში ვითარდება და უკვე შემდეგ 1920 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების გამოტოვებული არჩევნები, რომელსაც მართველი სოციალ-დემოკრატიული მართალია ის არ იწყებოდა და მთავრობის ბედს და ხელისუფლებების ბედს, მაგრამ სოციალ-დემოკრატიული პარტია მარცხდება ამ არჩევნებში, რაც ასევე ძალიან საინტერესო და აღსანიშნავი არის. ერთ სიტყვით აქ შევაჯამებ ჩემ რაღაც გამხსნელ ერთი-ორ სიტყვას, რაშიც გვეხმარება ეს წიგნი, არის პირველ რიგში აი ამ რაღაც ხაფანგიდან გამოსვლა, როცა ჩვენ და ეს მარტო ამ პერიოდს არ ეხება, როცა ჩვენ რაღაც პერიოდზე ვსაუბრობთ, იმას ყოველთვის უყურებთ თანამედროვე გადასახედიდან. და ასე ვთქვათ, რაც უფრო ნაკლები ვიცით იმ პერიოდის კონტექსტის შესახებ, იმ კონტექსტში ვერ შევდივართ. და ამ წიგნის ამოცანაც ეს არის, სწორედ რომ იმ პერიოდის კონტექსტში შეგვიყვანოს და გვაჩვენოს, რომ ამ პერიოდის პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მთავარი არის არა ეთნიკური წარმომავლობა, არამედ პოლიტიკური იდენტობა
და პერსონალურ მაგალითებზე თქვი და აი ალბათ ამით დავასრულებ კიდეც აი ორ მაგალითს მოვიყვან ორი პიროვნებისას ერთი არის დაუშვათ არზაყანია მხარი ახსენა ბექამ რომელიც უფრო ცნობილია მაგრამ შედარებით ნაკლებად ცნობილი არის მაგალითად ვასილ გურჯუა ასეთი აფხაზი პოლიტიკოსი აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრი აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრიც რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ეპიზოდი არის როცა ეს ეთნიკური ელემენტი არის და სხვადასხვა სახალხო საბჭოებია ქართველთა, რუსთა და ასე შემდეგ და ხდება შემდეგ ამის დაშლა და საყოველთაო არჩევნების დანიშვნა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი არის. ამ ყველაფერი ამის წევრი არის, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრიც არის, რომელიც შემდეგ 1924 წლის აჯანყების დროს იქნა დახვრეტილი. ანუ ყველანაირად ეთნიკურად აფხაზი ფიგურაა ვასილ გურჯუა. მაგრამ უკვე 24 წელს მისი დახვრეტის ასე ვთქვათ გააწყობლებას ხელს აწერს აფჩეკას თავმჯდომარე ბახტაძე, ქართველი. ის აფხაზია, ოღონდ საქართველოს მხარეს. ოღონდ ის ქართველია მეორე მაგალითი, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, ეს არის თარასხან ეშვა, აფხაზეთის ესე იგი განსაკუთრებული რაზმის ან უშიშროების ხელმძღვანელი, რომელიც ებრძოდა როგორც დენიკინის გავლენას, ასევე ბოლშევიკებს, რომელმაც ფაქტურად გაანადგურა ბოლშევიკური ორგანიზაცია 1920 წლის ბოლოსთვის, 1920 წლის აგვისტოში სოხუმის კომიტეტი ბოლშევიკებს მთლიანად იქნა განეიტრალებული და ანალოგიურად ისიც, ну, შემდეგ წავიდა მე დაბრუნდა და აი აჯანყების კონტექსტში იქნა დაბატიმრებული, ისიც დახვრიტეს და მის დახვრეტაზეც ხელს აწერს ეს ბახტაძე, უშუალოდ ხო? და ეს მაგალითები ვფიქრობ გვეხმარება აი ამ რაღაც ცოტა პერსპექტივის გასწორებაში, რომ ეს ეთნიკური პარადიგმა, რომელშიც ჩვენ უყურებთ ამ საკითხს, რომ აი როგორც ბექამ თქვა, რომ აი აქეთ იყვნენ სულ ქართველები და იქით იყვნენ სულ ეს აფხაზები და ესე ბრუნავს ისტორია ამ დემოგრაფიულ კონტექსტში, რომ ეს არის ასე ვთქვათ კონსტრუქცია, რომელიც და აი შესავალში გვაქვს ამაზე საუბარი და რატო არის ასე, ეს არის საბჭოთა პერიოდის კონსტრუქცია, ამას აქვს თავისი მიზეზები, ეს არის ეროვნებათა ორგანიზაციის პოლიტიკა, რა თქმა უნდა, როცა ერის ეთნიკური ინტერპრეტაცია იყო ერთადერთი დასაშვები ინტერპრეტაცია, ამის მიზეზი არის შემდეგ უკვე ამ ინტერპრეტაციაზე დაყრდნობით ამ ელიტების განადგურების და გამო 80-იან წლებში ეთნონაციონალიზმის აღზევების შედეგი და აი ამ ეთნიკურ პარადიგმაში ბრუნავთ ჩვენს აფხაზური საზოგადოებას და მეტიც დასავლური აკადემიაც მხოლოდ ამ პარადიგმაში განიხილავს ესე იგი აფხაზეთის ისტორიას და ამ წიგნის ასე ვთქვათ ამბიციაც ეს არის რომ დროა უკვე ამ პარადიგმის გადახედვისა. მადლობა გიორგი. აი პატარა კომენტარს გავაკეთებ. ამას წინათ ჯერ არ გასულა, მაგრამ ამას წინათ მე და მალხას თორიამ ჩავწერეთ პოდკასტი ესეთი სათაურით აფხაზების, თანამედროვე აფხაზების თვალით დანახული ისტორია. ანუ ისინი როგორ კითხულობენ და ხედავენ ისტორიას და ჩვენ ხო სულ სხვანაირად უყურებთ ამ ისტორიას. ანუ ჩვენთვის ასე რომ ვთქვათ, აი ეს ერის მაშენებლები, რაღაცა ფუნდამენტის ჩამყრელები არიან თერგდალეულები. პირველი რესპუბლიკის პერიოდს ამის გაგრძელებად მივიჩნევთ და საბჭოთა პერიოდი არის წყვეტა. ანუ საბჭოთა პერიოდი რომ მოვიდა, ჩვენ ეს ფუნდამენტი უკვე გქონდა და ჩვენ დღეს ვთვლით, რომ რაღაცნაირად ის უნდა გავაგრძელოთ. ხოლო აფხაზების შემთხვევაში, აი თამათ შეიძლება ითქვას, რომ მოდერნული გაგებით არ აფხაზი ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი, არამედ აფხაზი ერი 1921 წლის მდგომარეობით არც არსებობს. ანუ მის ფორმირება წესიერად დაწყებული არც არის და ეს ლოგიკურიცაა. პირველი ქართული გაზეთი გამოიცემა 1819 წელს და პირველი აფხაზური გაზეთი გამოიცემა 1919 წელს. ანუ 100 წლიანი განსხვავება, ეს პატარა განსხვავება არ არის. და შესაბამისად აი ეს ფუნდამენტი აფხაზებში, რაც ჩვენში თერგდალეულებმა შეგვეს, ეს ფუნდამენტი აფხაზებში იწყება საბჭოთა დროს 1920-30-იან წლებში. და ამიტომ არის მათთვის ეს ნესტორ ლაკობა როგორც დამფუძნებელი მამა
და რადგანაც ამ მემკვიდრეობაზე, ამ ნარატივზე დგანან, ამიტომ არის ზუსტად რომ აი 1921 წლის 4 მარტს აღნიშნავენ როგორც განთავისუფლების და თავისუფლების დღე. იმიტომ რომ ამ დროს ფუძნდება რაღაცა მათი იდენტობა, ისეთი როგორც დღეს არის და საბაზისო მაგალითი რო ვთქვა, აი მე ვახსენე შესავალ სიტყვაში რომ იყო 3 ჯგუფი, ხო? 17-21 წლების მანძილზე აფხაზეთში და ამ თავადაზნაურო ჯგუფში წამყვანი ტიპი არის ეგრეთი კაცი ნახარბეი მარშალი, რომელიც არის მთავარი მომლაპარაკებელი დენიკინთან, თურქებთან და ლიდერი. თანამედროვე აფხაზურ ისტორიოგრაფიაში ეს კაცი მეძებე და ვერ ვიყო. ანუ მთლიანად გამხრალი არის ადამიანი, რომელიც ისეთივე მასშტაბის ფიგურა იყო რეალურ დროში, აი ამ დროში, როგორც იყო თავის ჯგუფში ნესტორ ლაკობა. თავის რომ გაემარჯვა თქვათ იმ ჯგუფს, ან არზაყან ემსხვარეს ჯგუფს, აფხაზების კოლექტიური მეხსიერება სულ სხვანაირი იქნებოდა. აბსოლუტურად სხვანაირი იქნებოდა. ეხლა არ შეგაწყეთ თავს და მინდა ირაკლისთან გადავიდე, რამდენიმე კითხვას ჩამოვთვლი ირაკლი და მე შეიძლება უცებ კითხვებით შემოვიდე ხოლმე შენი საუბრისას. ეს არის კონტექსტი, ჩაგეკითხები, ჩავაზუსტებ და ჩაგეკითხები. ეს არის კონტექსტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ. ერთი რა ჯგუფები არიან აი ამ აფხაზეთის ამ დროში, აფხაზეთის შიგნით პოლიტიკური ორგანიზაციები, რამდენიმე მოწვევის სახალხო საბჭო, ეს სახალხო საბჭო რა არის და მე მისი მოწვევები რა არის. მე არჩევნები რუსეთის დამოუკიდებლობის კრების არჩევნების სხვადასხვა ტალღის ადგილობრივი თვითმმართველობის ან ეროვნების არჩევნები, საქართველოს დამოუკიდებლობის კრების არჩევნები და რაც თავარია აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნები. და ცენტრთან ინტერაქცია, ანუ აი თბილისთან ინტერაქცია როგორი არის, აი რუსეთს და უსაფრთხოების საკითხებს უფრო დატოს დაუტოვებ ალბათ და რაღაცა რამდენიმე ინდივიდიც ალბათ კარგი იქნება რომ გამოვყოთ, დავახასიათოთ როგორც აი სახასიათო მაგალითი. ფაქტობრივად ძირითადი ბირთვის გარშემო არის ეს კითხვები, რამდენადაც გიორგი მილაპარაკა ამ ნაშრომის კონცეფციაზე და მეც დავამატებ, რომ აქ თავისთავად შეიძლება ისე ჟღერდეს, რომ რაღაცა აქამდე არნახულის გაკეთებას ვიჩემებთ, ანუ ამ თემაზე ყოველთვის იწერებოდა ბევრი კვლევაც ყოფილა სხვადასხვა პერიოდზე, იგივე პირველი რესპუბლიკის დროზეც ყოფილა ნაშრომი, მაგრამ ჩვენი აზრით, ანუ ჩვენი ფოკუსი არის აი ამ პოლიტიკურ განზომილებაზე და აი კონტექსტის მაქსიმალურად ფართო დახმაზე და ინსტიტუციურ მხარეზე, ხო? ანუ და აი როდესაც ჩვენ არჩევნებს ხარს უსვამს და ხშირად ვახსენებთ და ინსტიტუტებს, ხო, რომ პარტიები როგორები იყვნენ, თვითმმართველობები არსებობდა თუ არა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები იყვნენ თუ არა, რას აკეთებდნენ, რა წესრიგი ჰქონდათ. ანუ რეალურად ეს არის ის დღეს რითაც ხედავთ და ვზომავთ თანამედროვე საზოგადოების და სახელმწიფოს არსს, ხო? ანუ თუ კი ვამბობთ, რომ სახელმწიფო არსებობს და საზოგადოება არის მოდერნული, ასე ვთქვათ, კრიტერიუმები ეს არის. ანუ პოლიტიკა როგორ კეთდება, ამ პოლიტიკის აქტორები და ინსტიტუტები როგორები არიან და როგორი წესებით მუშაობენ, მოქმედებენ და პროცესი არ არის. პროცესი არის ქუჩაში და ბრძოლის ველზე თუ პროცესი არის ამ ინსტიტუტების გავლით, ცივილური მეთოდებით წყდება ეს საკითხი, ხო? და აი ამისი ხა ცოტა ხამაღალი ნათქვამია, მაგრამ თუ კი აი ძველ ნაშრომებს და ძველ პარადიგმებს შევხედავ, აი ზუსტად აქ იყო ვაკუუმი. მაგალითი ზუსტად ამისი არის, რომ ყველაზე ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი აფხაზეთის სახალხო საბჭოს ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები 1919 წლის თებერვალში, რა თქმა უნდა, იყო ნახსენები, მაგრამ აგერ ამ ჩვენს პერიოდამდე არავინ არ დაინტერესებულა სტატისტიკით, ამორჩეველთა აქტივობით, მონაწილე პარტიების გარკვევით, ისტორიით, პერსონალური შემადგენლობით. ხო, ნახსენები იყო, რომ ჩატარდა ინსტიტუციურად რა იყო ეს და როგორი ცენტრალური მოვლენა ამ მთელი პროცესების, რაღაცნაირად ეს გვერდზე იყო მოტოვებული და ისევ
იქ გადადიოდა აქცენტი, რომ ვინ უფრო მეტი იყო დემოგრაფიულად შუა საუკუნეებში, ეს იყო ამ სახელმწიფოს ნაწილი თუ არ იყო, ანუ ამის გარშემო ისე გრძელდებოდა მსჯელობა და ეს ნაწილი, რაც საუბრობთ, ხო, მოდერნული თანამედროვე განზომილების რაც არის საფუძველი ჩრდილში იყო. ანუ ეს აქცენტია ჩვენთან წამოწეული, ამიტომაც ახლა სამეცნიერო პერსპექტივას ვთავაზობთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს გონია, რომ თუ კი ვსაუბრობთ წარსულის კვლევა და ანალიზისთვის გჭირდება და ეს მიდგომებისთვის გჭირდება, ხო? ჩვენი აი მემკვიდრეობის გასაზრდებლად და რაც მომავლის კონტურების წარმოსადგენად, ხო, რა შეიძლება იყოს გადაწყვეტის გზები გამოსავალი, გონია, რომ ეს უნდა წამოვიდეს წინაპლანზე, სადაც საუბარი არის დემოკრატიაზე, ინსტიტუტებზე, დიალოგზე პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ინსტიტუტებში და აი ცივილიზებულ პროცესზე ყველა სადავო თუ კლინური საკითხის გადასაწყვეტად. ამის საინტერესო სურათ გვაძლევს ნამდვილად ეს პერიოდი და ეს ნაშრომი ზუსტად ამას ახმოვანებს, რომ რამაც განსაზღვრად, თუ შეგვიძლია ესე დავარქვათ და მკითხველი შეაფასოთ თვითონვე კრიტიკულად წაკითხვის ამ ნაშრომის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკის წარმატება აფხაზეთში განსაზღვრა იმან, რომ ეს ინსტიტუციურ განზომილებაში გადავიდა. აი ამ არჩევნების გზით, დეცენტრალიზაციის, ავტონომიის მინიჭების და ავტონომიის საფუძვლებზე დიალოგის და მუშაობის, ასე ვთქვათ, საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენება, პროცესი, ასე ვთქვათ, ველიდან ქუჩა შეგვიძლია დავარქვათ თუ რაღაცა, ესე ვთქვათ, ინსტინქტების და პირველყოფილი ნებელის კონფლიქტური საომარი არენიდან გადაიტანა დიალოგში, კომპრომისებში, პოლიტიკის ხელოვნებაში და ეს აშკარა და ხელშესახები იყო. ეს ნაშრომიც ესე არის განაწილებული პერიოდებად, ამაც 17-18 წლები, 18-19 და 19-დან 21. ანუ აი ეს ბოლო მონაკვეთი, ეს არის, როდესაც დგება კალაპოტში პროცესი, აი არჩევნების გზით, ინსტიტუტების ჩამოყალიბების გზით და ცენტრი ავტონომია, მოლაპარაკებების და უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკმაოდ კომპლექსური და მძიმე პროცესის ასე ვთქვათ, გზით და ხაზით. რამდენადაც ერთი მხრივ ხო, როდესაც დემოკრატიაზე და გიორგი თქვა, რომ დაიყო სავიზიტო ბარათი დემოკრატიული რესპუბლიკის შინა და საგარეო პოლიტიკის ხო, რომ ჩვენ დემოკრატიულ რესპუბლიკას ვაშენებთ, ეს არის სამოქალაქო ნაციონალიზმზე, ექსკლუზიურად უფლებებზე, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, ეს კარგად შვებს და დღევანდელ საყურებლებს კარგად შვებს, მაგრამ ამის მეორე მხარე არის, რომ ეს არის რთული კომპლექსური პროცესები და შედარებით დროში უფრო გაჭიანურებული და ბევრი ლავირების საშუალება, რომელიც სწრაფ და ესეთ ეფექტიან გადაწყვეტილებებს თითქოს ჩამორჩება, ხო? ადვილი არის ესე ავტორიტარულად გადაწყვიტო ალბათ ცენტრში და შემდეგ ყველა ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს და დიალოგი და დისკუსია გამორიცხო, ხო? ანუ არის გარშემო არის მიმოხილული ეს პროცესები, ვეცე ძალიან მოკლედ შეძლებს დაგვარად აი ეს ელემენტები, რაც ბექამ ჩამოთვალა დაახასიათოთ, ანუ პოლიტიკური ძალები, როგორც ასეთი, არის საკმაოდ მრავალფეროვანი, ეს მხოლოდ 17 წლიდან არ აითვლება, ანუ რუსეთის იმპერიის და კოლონიური პოლიტიკის გავლენით იქ მიმდინარე პროცესები უკვე ახალ განზომილებაში და ახალ საფეხურზე გადის თებერვლის რევოლუციის მერე, არის ყველაზე ასე ვთქვათ კლასიკური პოლიტიკური ორგანიზაციის მქონე სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ფორმალურად ჯერ კიდევ რუსეთის, მაგრამ რეალურ ვითარებაში ეს არის საქართველოს ნაწილი, ეგრეთ წოდებული მენშევიკური ევროპული ყაიდის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქსელი და ორგანიზაცია, საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს მას აფხაზეთში, როგორც სოხუმის ოლქი, ესე არის პოლიტიკურ დონეზე ტერმინი, ზუსტად 17-18 წლების მერე პოლიტიკურად აფხაზეთი როგორც ავტონომიური ერთეული და ასე ვთქვათ სუბიექტი მაშინ ყალიბდება, მანამდე არის სოხუმის ოლქი.
სოხუმის ოკრუგი რუსული ტერმინოლოგიით. სოხუმის ოლქში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციების ბირთვი ძირითადად არის ქალაქებში, უფრო ურბანულ ნაწილში არის მიზეზთა გამო ძლიერი და გავლენიანი, შედარებით სუსტი, მაგრამ საინტერესო რესურსების ინდივიდუალურ დონეზე მქონე პარტიებიც არიან სოციალისტ ფედერალისტთა პარტია, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც კი 17 წელს ფუძდება ოფიციალურად, მაგრამ წინარე ორგანიზაციები არსებობენ, ასეც 10-იან წლებში აქვს ქსელი და გავლენა, მათ შორის მისი ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი ნიკო თავდგირიძე 10-იან წლებში სოხუმის ქალაქის თავადაც არის არჩეული და შემდეგ ძალიან აქტიურად მონაწილეობს 17-21 წლის პროცესებში, როგორც აფხაზეთში, ასევე ცენტრშიც. და არის, რა თქმა უნდა, ბევრჯერ ნახსენებდა უკვე ჩვენ დღევანდელი დისკუსიის პრეზენტაციის განმავლობაში აფხაზური წრეები, რომელიც არ არის ესეთი როცა მონოლითური. ანუ რამდენადაც ეს ეთნიკური ხაზი დგას უკანა პლანზე და წინ არის პოლიტიკური იდენტობა და პოლიტიკური ხედვა, იდეოლოგია, ადგილობრივი ეთნიკური აფხაზები არიან, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი ყველა არსებულ პოლიტიკურ ძალებში, როგორც სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში, რომლებიც შემდეგ იმიჯნებიან ბოლშევიკურ ფრაქციად და სოციალ-დემოკრატიულ პარტიად, ეწოდება მენშევიკურთან, არიან ხსენებული ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, მაგალითად ჯოტო შერვაშიძე აფხაზური არისტოკრატიის და ინტელიგენციის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელი, ბოლომდე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისეთი სერიოზული წარმომადგენელი იყო და რჩებოდა 21 წლამდე ამ პროცესებში. ბოლშევიკებშიც ჩამოთვლილი პერსონები, როგორიც იყო ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა, კონსტანტინე ინალიფა და სხვები. და არის ასევე უფრო ულტრანაციონალისტურად განწყობილი ჯგუფები, საკმაოდ ახალგაზრდულია ეს იმ მიზეზების გამო, რაზეც ბექამი საუბრა, რომ რაც რუსული კოლონიური პოლიტიკის ფარგლებში გაემართა ხალხს, ანუ ფაქტობრივად გენოციდი, წმენდა განადგურება რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, შემდეგ დამნაშავეერად გამოცხადება და დისკრიმინაცია, მაქსიმალური მცდელობა რუსიფიკაციის. აი ამის ნაყოფას წარმოადგენს ერთ-ერთი ფრთა პოლიტიკური ჯგუფების, რომლებიც პოზიციონირებენ როგორც აფხაზი ნაციონალისტები, მაგრამ ძალიან დიდი სენტიმენტები აქვთ მათ რუსული იმპერიული დღესდღეობის მიმართ. მისი წიაღიდან გამოდიან და შემდეგ ოპონენტები ამას ამ ჯგუფს ეძახიან ალთეროვის და გოლუბცევის ბარტყებს, ცოტა ესეთი აგრესიული ტერმინია, მაგრამ რატომ ანუ ეს ორი პიროვნება იყო რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივი ფუნქციონერები, რომელთა ხელით აი სასულიერო ტიპის რუსულ სკოლებში და სასწავლებლებში ხდებოდა რეკრუტირება ეთნიკური აფხაზი ახალგაზრდების და მათი რუსიფიკაცია და ზუსტად ესეთი ჯგუფები გვეუბნებიან შემდეგ აი ამ შეურიგებელ ოპოზიციად დემოკრატიული რესპუბლიკის და დემოკრატიული არჩევანის და ისინი მუდმივად ლავირებენ და მერყეობენ სხვადასხვა საგარეო ორიენტირს შორის ოსმალური ასე ვთქვათ ალტერნატივა იქნება თუ უფრო გამოკვეთილად თეთრი რუსეთი და წითელი რუსეთი. ხო, ანუ ესეთი სპექტრი არის. მაგრამ როგორც აღინიშნა აქამდე ეთნიკური აფხაზური ინტელიგენციის და ესეთი წრეების დიდი უმრავლესობა არის უფრო ინტეგრირებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებში და ასე ვთქვათ, ეს შემდეგ გადამწყვეტი ხდება მომდევნო პერიოდის პროცესების გასაგებად. ეხლა ძალიან სიღრმეებში ვარ წავიდეთ და წიგნის დაკითხვის სიამოვნება წინ დავტოვოთ, ვინც შეიძლება არ გაცნობია. მეორე აი ამ არჩევნების მომენტზე და აი ამ ინსტიტუტებზეც შეძლებისდაგვარად მოკლედ ვიტყვი. აი ეს სახალხო საბჭო და ეს სახალხო საბჭოს მნიშვნელობა როგორ უნდა დავინახოთ და
გავიგოთ, რაც საკვანძო მნიშვნელობის არის იმ მითოლოგიის დეკონსტრუქციისთვის, რაც აქ იყო საუბარი, რომ რაღაცა ათვლა და სახელმწიფოებრიობის ნიშნების ძიება თუ წლამდე მიდის ამ პერიოდზე და აი აფხაზთა სახალხო საბჭოს არსებობას მიიჩნევენ, რომ თითქოს ეს არის რაღაცა წარმომადგენლობითი ორგანო და პარლამენტი. კი და ანუ რეალურად რას ამბობს საქმე? ანუ აქ არის საუბარი 17-18 წლების პერიოდზე, როდესაც რუსეთის იმპერია მთავრდება, არის დროებითი განზომილება და მცდელობა დემოკრატიული სახელმწიფოთი ჩაანაცვლების, რასაც ამთავრებს 17-ის შემოდგომაზე ბოლშევიკური გადატრიალება და შემდეგ სამოქალაქო ომი და ეს მთელი პროცესები, აი სანამ გადატრიალება ხდება, აი ამ პერიოდში არის ბუმი ეროვნული საბჭოების. ანუ ერთი არის ლეგიტიმური ორგანოები, დემოკრატიული არჩევნების გზით დაკომპლექტებული საქალაქო თვითმმართველობები, მხოლოდ ეს ესწრება თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მიდის წადება სრულიად რუსეთის დამხნეველი კრების პარლამენტის, პირველი პარლამენტის ასარჩევად და სხვა მხრივ არის მხოლოდ რევოლუციური ადგილობრივი, ასე ვთქვათ, ორგანოები, საბჭოები და აღმასკომები და არის ეს თვითმმართველობები. პარტიები ცხადია თავის ორგანიზაციებით, მაგრამ აი ეს ნაციონალური მომენტის და პოლიტიკური წესრიგში ნაციონალურ საკითხებზე პოზიციონირებისთვის ყველა ეთნიკური ჯგუფი თუ ერი ქმნის თავის წარმოადგენლობით ორგანოს და კავკასიაში და საქართველოში შემდეგ 18 წლის 26 მაისს როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა ამ დროს განმავლობაში ბევრი ეროვნული საბჭო არსებობს. ელიტთა, ბერძენთა ეროვნული საბჭო თუ ებრაული ეროვნული საბჭო, სომხური, მუსლიმთა, ამიერკავკასიის მუსლიმების, აზერბაიჯანელების უმრავლესობით არის ოსური ეროვნული საბჭოები, ადგილობრივი რუსების, პოლონელების, უკრაინელების, სადაც არსებობს საქართველოს ეროვნული საბჭოს მოწვევა და აი ამ ტიპის ასე ვთქვათ ორგანიზაცია ნოემბერში 1917 წლის ნოემბერში შექმნილი აფხაზთა ეროვნული საბჭო. ეს არის აფხაზეთის რომელიც პოლიტიკური გაგებით ეს ერთეული ოფიციალურად ჯერ არ არსებობს და არც იმ მომენტის გათვალისწინებით, რომ სოხუმის ოლქი აფხაზეთი არის ძალიან მრავალფეროვანი ეთნიკური მოსახლეობის მქონე. ანუ იქ მხოლოდ აფხაზები არ არის ხსენებული ნაციონალური საუკუნის რუსული კოლონიური პოლიტიკის გამო და საერთოდ მთელი ისტორიის გამო, ხო? ანუ ეს არის მხოლოდ აფხაზთა გუდაუთის ოჩამჩირე ნაშტერი კოდორის მაზრა და სამურზაყანოელების ნაწილის, ასე ვთქვათ, მიერ ჩამოყალიბებული ორგანო, რომელსაც განსხვავებით იმ თუნდაც სხვა ეროვნული საბჭოებისა, რაღაცა პროცედურული მხარეც, როგორც თვითონ აფხაზი მონაწილეები და თანამედროვეები და წევრებიც კი აღნიშნავენ, რომ ეს იყო რაღაცა სახელდახელოდ შექმნილი კრება ორგანო, სადაც რეალურად არც არჩევნები ჩატარებულა, დელეგატები არ არჩევა. აი შეიკრიბა ხალხი, ნაწილმა თქვა, რომ ჩვენ ვართ წარმომადგენლები და აიქვეშა ჩვენ ვართ აფხაზების, აფხაზთა ეროვნული საბჭო. ან ეს საბჭო ითვლება, რომ ის ლაპარაკობს აფხაზი მოსახლეობის სახელით, რომელიც არ არის არც ერთადერთი ამ ტერიტორიაზე, არ არის არც უმრავლესობა, ხო, ცხადია. ან ეს განსხვავება არის უკვე შემდგომი ორგანოებისგან, რომელზეც საუბრობთ, როცა უკვე 1919 წლის თებერვალში ტარდება საყოველთაო არჩევნები სოხუმის ოლქის აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ყველა მოქალაქე იღებს მონაწილეობას და ისინი ირჩევენ თანამედროვე სტანდარტების არჩევნებში წარმომადგენლობით ორგანოს. და ეს არის უკვე აფხაზეთის, როგორც ასე ვთქვათ, აი ამ პოლიტიკური განზომილების მქონე ტერიტორიის წარმომადგენლობითი ორგანო და არა ვიწრო ეთნიკური ორგანო და მით უმეტეს რაღაცა გაუგებარი წესებით ჩამოყალიბებული. ხო, აქ არის სულ სხვა შეიძლება ითქვას დონე და სხვა სტანდარტი, რის საფუძველზეც ყალიბდება ეს ორგანო. აი ამ ორ თარიღს შორის 17-ის ნოემბერსა და 19-ის თებერვალს შორის აი ამ
აფხაზთა სახალხო საბჭოს ვარიაციები, მისი პოზიციონირება, ეს არის ერთ-ერთი ამ ტურბულენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როგორ პოზიციონირებს ეს სახელდახელოდ შექმნილი ორგანო, ლავირებს, ცდილობს რაღაცა ასე ვთქვათ, პოლიტიკის წარმოებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმ ჩიხს, რომ ორგანოს, რომელიც არ წარმოადგენს ამ ტერიტორიის მოსახლეობის უმრავლესობის წვნება მას არ აქვს, მის ინტერესს, ყველას ინტერესს ვერ ახმოვანებს შესაბამისი პროპორციით არ შეუძლია ამ პოლიტიკური ფუნქციის შესრულება. ეს ხდება ამ შემთხვევაში უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრის პოლიტიკის ბევრი კომპრომისის კვალდაკვალ, რომ მიუხედავად ასეთი არსისა, აი ამ მხარის სპეციფიკის გათვალისწინებით, სამოქალაქო ომის, თეთრ-რუსეთთან, დენიკინის რუსეთთან ომის, ბოლშევიკური საფრთხის, ოსმალური ინტერვენციის საფრთხის კვალდაკვალ ცენტრი მაინც ცდილობს, რომ არ გამორიცხოს ეს ორგანო პოლიტიკის წარმოებისგან, არ გაანაწილოს ადგილობრივები, რაღაცნაირად ლავირებს, ბევრი რევოლუცია, ბევრი დათმობა არის, რომ ეს არ აფეთქდეს და საბოლოოდ მივიდეს იმ მომენტამდე, როცა საყოველთაო არჩევნების ჩატარება გახდება შესაძლებელი. ანუ ეს მომენტი არის ინსტიტუციური და არჩევნებსაც ეხება, ითქვა, რომ თითქმის 5 განსხვავებული რაუნდი შეუძლია ავითვალოთ 17 წლის თებერვლიდან 21 წლის თებერვალ-მარტამდე. ეს არის საქალაქო არჩევნების პირველი ფაზა, დროებითი მთავრობის დროს რუსეთის, სოხუმსა და ოჩამჩირეში ტარდება, შემოდგომაც ტარდება სრულად რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნები და ძალიან საინტერესოა მის სტატისტიკა და გვაჩვენებს სოხუმის ოლქში რომელ პოლიტიკურ ძალებს რეალურად რა გავლენა აქვს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ 17 წლის საქალაქო და რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნები ზოგადად ყველგან არის ძალიან მაღალი აქტივობის, ან ბევრი ამორჩეველი მიდის, იმიტომ რომ ენთუზიაზმი არის მაღალი და ეს გაზომვის კარგ საშუალებას იძლევა. შემდეგ არის უკვე 1919 წელს ხსენებული ადგილობრივი პარლამენტის სახალხო საბჭოს აფხაზეთის არჩევნები და პარალელურად ტარდება როგორც საქალაქო თვითმმართველობების, ასევე რეგიონული საერობო თვითმმართველობების არჩევნები და 1920 წელს ტარდება უკვე საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების ბოლო ეტაპი, რამდენადაც ეს არჩევნები 19 წლის თებერვალში ტარდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ რადგან სტატუსი სოხუმის ოლქის აფხაზეთის არ იყო ჯერ განსაზღვრული, რადგან ადგილობრივი პარლამენტი არ იყო არჩეული და არ იყო ესე ვთქვათ ცენტრი ავტონომიის თუ ცენტრი რეგიონის უდრევნოსება და გამიჯვნის პროცესი რეალურად დაწყებული, ამიტომ არ ჩატარდა ამ ტერიტორიაზე და როცა უკვე იმ ეტაპმა ჩაიარა, რომ ადგილობრივი პარლამენტიც არსებობს, თვითმმართველობები არსებობს, ადგილობრივი მთავრობა არის, უკვე 20 წლის მარტში ტარდება ეს ბოლო ეტაპი და იქაც ძალიან საინტერესო პროცესები მიდის, სადაც საუბარი შორს წარდგებას. ეს არის ესე ვთქვათ მთელი ეს ინსტიტუციური, პოლიტიკური ლანდშაფტის და არქიტექტურის ნაწილი, რაც უფრო ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ძალიან მოსაწყენი შეიძლება გახდეს. ირაკლი, ძალიან მოკლედ მინდა რომ ორი რაღაცა დაამატო. ერთი, ხა ჩვენ მეხსიერებაში და ძალიან ბევრთვის სოციალურ მეხსიერებაში სულ ორჯერ არის აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები ან ხმის მიცემა, ეს არის 90 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნები და 91 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, სადაც აფხაზებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში არ ჩატარდა, არ შედგა, ანუ ბოიკოტი იყო რაღაცა, ხო? ამან ხა მთლიანად სურათზე დილი გავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ როცა აი აფხაზეთი versus დანარჩენი საქართველოს სურათს ხატავენ, ამას ეძლევა ხოლმე დიდი მნიშვნელობა მათ შორის საერთაშორისო ლიტერატურაში. ამიტომ აი თავარი მიგნებები არჩევნების შედეგებზე და მონაწილეობაზე პროცენტებში რო რამდენიმე გვითხრა, ეს ერთი და მეორე
რაც აუცილებლად არ უნდა დავივიწყოთ ერთსამი. რაც აუცილებლად არ უნდა დავივიწყოთ, ეს არის მინდა რამდენიმე შეიძლება თავში უნდა გვეთქვა ეს, მაგრამ მაინც წყაროებზე, აი რა წყაროებს ეყრდნობა ეს წიგნი, ამაზეც რომ ორი სიტყვა თქვა, მე უკვე დათოსთან გადავალ. კი ბატონო, ახლა მაგალითისთვის აი შენ ბოიკოტი ახსენებდა, ესეც მნიშვნელოვანი მომენტი არის ისტორიის ციკლურობის და სპირალურობის მომენტის გათვალისწინებით, რომ იქაც მინდის ძიება ამ პერიოდში, რომ აი ვითი შეიძლება დაუპირისპირდე იმ არგუმენტს, რომ დემოკრატიული არჩევნები ტარდებოდა, კონკურენტული არჩევნები იყო, დარღვევები არ ყოფილა ისეთი, რომ გავლენა მოახდინა რეალურ შედეგებზე, ანუ იქაც არის საუბარი 20 წლის დამცნობელი კრების არჩევნების ბოლო გამოტოვებული ტურზე, სადაც რაღაცა მსგავსი მომენტის ძიება ხდება, ოღონდ ამას აქვს საფუძველი, რა თქმა უნდა, განსხვავებით წინა ციკლებისგან ჩამოთვალეთ, ეს არჩევნები არ ითვლებოდა, რომ ეს არის რაღაცა ცვლილების მომტანი, იმიტომ რომ დამცნობელი კრების არჩევნები ერთი წლით ადრე იყო ჩატარებული ძირითად ტერიტორიებზე და თვითონ აფხაზეთის ამომრჩეველთა კონტინგენტი ჯამში თუნდაც ერთ პარტიას რო ყველა ხმა აეღო, დიდად უკვე აი ამ ძირითადი არჩეული დეპუტატების კონფიგურაციაზე რეალურ ცვლილებას ვერ მოახდენა. ან мотивация იყო ძალიან დაბალი, რომ იქ რაღაცა რეალური ბრძოლა ყოფილიყო. განსხვავებით, ერთი წლით ადრე თვითონ ადგილობრივი პარლამენტის აფხაზეთის საფრთხის არჩევნებისა, რომელსაც თუ შევადარებთ, დღევანდელი სტანდარტითაც კი ძალიან მაღალი არის დასწრების აქტივობის პროცენტი, სადაც 60%-ამდე არის. ანუ 40,000-მდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა 19 წლის თებერვალში არჩევნებში ომის პირობებში. ადრეს ომი არის დენიკინის თეთრი რუსულ მოძრაობასთან აფხაზეთის მიმართულებას. ხო, ომის პირობებში ჩატარებული ძალიან მაღალი აქტივობის არჩევნებია. და ისეთი აღარია ეს აქტივობა, როგორც 17 წელს, ანუ პირველად როცა დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. ხო, ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველა ეს და დარღვევებზე აი ჩვენ თქვით წყაროები, ხო, რა წყაროები გვაქვს? გვაქვს ცენტრალური პრესის აქ თბილისში ყველა მაქსიმალურად თავარი გაზეთების კორესპონდენციები მასალები საარქივო წყაროებს რო თავი დავანებოთ, ხო, რომელიც ძირითადად ბირთვია. ასევე რეგიონული გაზეთები, მაგალითად ქუთაისის ქართული ენოვანი გამოცემები უფრო ახლოდან და ხშირად ეხებიან აფხაზეთის თემებს. თვითონ სოხუმში გამომავალი პრესა, რუსულენოვანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთი და ხსენებული აფხაზური პირველი გაზეთი, ეს არის აფსნი, რომლის თქვით რომ თარგმანი გავაკეთეთ, ეს ხმამაღალი განაცხადია, საკმაოდ ბევრი ნომერი არის, 19-21 წლების განმავლობაში გამოდიოდა და ძალიან საინტერესო არის, რამდენადაც მისი დაფუძნა, მისი ინიციატორები იყვნენ ხსენებული რესპუბლიკის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფი, ერთგვარი კოალიცია, რომლებთაც დაიფქვეს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები და შემოკლებით დამოუკიდებლები, ანუ ალუზია მიდიოდა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა მათთვის ამოცანა და ასევე ერთგვარი, ესე ვთქვათ, ნაციონალისტური ჯგუფები, რომლებიც მათთან კოალიციაში შევიდნენ. ხო, და მათი გამოცემა იყო და ძალიან საინტერესო არის, რომ უკვე არჩეულმა სახალხო საბჭომ და მთავრობამ, აფხაზეთის კომისარიატმა მათ შესთავაზა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზურენოვანი გაზეთის ქონა და დააფუძნეთ, მოდი ეს იყოს ოფიციალური ორგანო აფხაზეთის მთავრობის. არის საკუთრო უარი თქვა, რომ ეს ოპოზიციური გამოცემა დარჩა. მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახალხო საბჭო აფინანსებდა ოპოზიციურ გამოცემას, ხო? ანუ იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო და იქიდან გავაკეთეთ, ამოკრიბეთ აი თავარ პოლიტიკურ პროცესებს რა ნაწილიც ეხებოდა და ესეთი სახელმწიფო თარგმანი აღხმარნენ ჩვენი აფხაზი მეგობრები, თბილისში მცხოვრები და ანუ აი ამ წყაროებით ჩანს ძალიან საინტერესოდ თვითონ
აქტივობა, თვითონ აი არჩევნებში ჩართულობა და უკვე 20 წლის არჩევნები როდესაც მოდის, ეს ბოიკოტის მომენტი არის საინტერესო, რომ ბოიკოტით არიან დაინტერესებული ხსენებული ოპოზიციური ჯგუფი და ბოლშევიკური იატაკქვეშეთი, რომ რაღაცნაირად აჩვენონ აქტი, რომ თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს უცხადებს ცენტრის თბილისის პოლიტიკას. და ეს არჩევნები როდესაც შედგა და ასე ვთქვათ, შედეგები დაჯამდა, იქ ძალიან საინტერესო ჩანს, რომ რეალური საყრდენი რა მასშტაბის იყო და გეოგრაფიულად რა გარეგზომილება აქვს რესპუბლიკის მოწინააღმდეგე ძალებისა აფხაზეთში. აქ არის საუბარი გუდაუთის რაიონზე, მონაკვეთზე, რომელიც დაახლოებით არჩევნების სტანდარტით გამოდის 16-მდე საარჩევნო უბანი, სადაც ჩაიშალა არჩევნები, ანუ ან არ მივიდნენ, ან მივიდა სოფლის მოსახლეობა და თქვა, რომ არ მონაწილეობს არჩევნებში, შესაბამისი აგიტაცია პროპაგანდის შედეგად ხსენებული პოლიტიკური პარტიის და ჯგუფების და ოჩამჩირის ან მაშტელ კოდორის მაზრის საარჩევნო უბნებიდან მხოლოდ 2-ზე, როცა იქ იყო 30-მდე საარჩევნო. ანუ ეს არის რეალური მასშტაბი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ძალების, ასე ვთქვათ, გეოგრაფიული და რაოდენობრივი განზომილების, ესეც არის ნაკრები ყველანაირი მოწინააღმდეგის. აქ არის როგორც ულტრანაციონალისტურად განწყობილი, რომელთა დღესასწაული არის, რომ აფხაზეთი არის ჩვენი სამშობლო, აფხაზების ყველა ვინც მოგვიანებით გამოჩნდა ბოლო საუკუნეების განმავლობაში, ისინი არიან უცხოები და არ აქვთ უფლება, რომ აქ იცხოვრონ. ჩვენი ძმები, რომლებიც იძულებული გახადა რუსეთის პოლიტიკამ, რომ ოსმალეთში მუჰაჯირებად წასულიყვნენ, უნდა დაბრუნდნენ უკან და ეს უნდა აღდგეს ესეთი სახით აფხაზეთი. ხო, ეს არის ესეთი პოლიტიკური ფორმულა ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა. და პლუს ბოლშევიკები, რომლებთაც ეს სენტიმენტები არ აწუხებთ, მაგრამ დემოკრატიული რესპუბლიკა მიუღებელია და ანუ დროებითი ესეთი სიტუაციები მოკავშირეები არის მისი ერთმანეთს. აი ეს მასშტაბი არის, რაც არჩევნებით იზომება. და საერთოდ აი ამ ჯგუფების გავლენაზე და მასშტაბზე ზუსტად ეს 9-19 წლის საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები გვაძლევს წარმოდგენას, თქვით რომ ესე იგი 60%-მდე იყო აქტივობა, 41,000-მდე ამორჩეველმა მიიღო მონაწილეობა და აქედან სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ როგორც საინტერესო ტაქტიკით გავიდა ამ არჩევნებზე, გავიდა ფაქტობრივად სამპარალელო პარტია, სოციალ-დემოკრატიული პარტია, სამურზაყანოს სოციალ-დემოკრატიული პარტია და გუდაუთის, ანუ ეთნიკური აფხაზების პროპორციული არის. ხო, ეს უგარიერო პირდაპირი პროპორციული არჩევნები იყო. სოციალ-დემოკრატიულმა აიღო დაახლოებით 16,000-მდე ხმა და 16 დეპუტატი გაიყვანა. შემდგომ აი ამ გუდაუთის და უბრალოდ სამურზაყანოს სოციალ-დემოკრატებმა 8,000-ზე მეტი ხმა და 8 დეპუტატი გაიყვანეს. გუდაუთის ჯგუფმა 3,000-მდე ხმა აიღო, 3 დეპუტატი გაიყვანა და ამის ფონზე აი ოპოზიციურმა ჯგუფმა მოახერხა მხოლოდ 7,000 ხმის მობილიზება, 7 დეპუტატი შეიყვანა ამ კოალიციამ, აგრეთვე დამოუკიდებლების და ნაციონალისტების და ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ, ესერებმა, სოციალისტ ფედერალისტებმა მოახერხეს 2-3 დეპუტატის, 1-3 დეპუტატის გაყვანა. ძალიან საინტერესო არის, რომ არჩევნებში ასევე მონაწილეობდნენ ესტონელები, ადგილობრივი ესტონელები, თავიანთი როგორც ესტონელთა ჯგუფი, მათ 1 დეპუტატი გაიყვანეს, რომელიც შემდეგ მიემხრო ხსენებულ ოპოზიციურ ჯგუფს და მომდევნო პერიოდი, ესეც ძალიან საინტერესო თემა, უბრალოდ რა თქმა უნდა, ვერ მიმოვიხილავთ ამას ონლაინ ფორმატში, უკვე 19-დან 21 წლამდე ამ პარლამენტის შიგნით რა ხდება? ფრაქციული ბრძოლა, ამ ფრაქციების შიგნით დეპუტატების გადადინება, გამოდინება, კონსტიტუციაზე მუშაობა, საკონსტიტუციო დელეგაციების რამდენიმე დელეგაცია იგზავნება თბილისში დამხსნებელ კრებასთან და მთავრობასთან, რომ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პაკეტზე შეთანხმდნენ. ეს არის ძალიან რთული პროცესი, რის გამო რომ ჯერ აქ რესპუბლიკის კონსტიტუცია უნდა იქნას მიღებული,
და ამ კონსტიტუციიდან გამომდინარეობს შემდეგ ავტონომიის კონსტიტუცია. როცა ადგილზე აი ამ ოპოზიციურ ჯგუფს აქვნება, რომ ჯერ ავტონომიის კონსტიტუცია დამტკიცეს, როცა რესპუბლიკის კონსტიტუცია არ არის ჭერნილებული. და ცენტრში საკონსტიტუციო პროცესი არის ძალიან ესეთი კომპლექსური და რთული და გაჭიანურებული გამომდინარე იქიდან, ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი, ყველანაირი საკითხი უნდა იყოს გაანალიზებული, გავლილი, ეს არ არის ესეთი მშვიდობიანი პერიოდი. ცხადია, ანუ ეს არის განუწყვეტელი ომები, კრიზისები, რა პირობებში არსებობს დემოკრატიული რესპუბლიკა ვიცით და ამ ფონზე ხდება შემდეგ, აქაც არის მიმოხილული, რომ რამდენად სამანიპულაციო საკითხი ხდება ამ საკონსტიტუციო მოლაპარაკებების გაჭიანურება, გამომდინარე იქიდან, რომ რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავებაც ნელა ხდება და შესაბამისად ავტონომიას რა უფლებები უნდა ჰქონდეს რესპუბლიკის შემადგენლობაში, ესეც უკვე აი ამ რთული და გაჭიანურებული პროცესის ნაწილი არის, რაზეც ძალიან კაპიტალიზდება ეს ოპოზიციური ჯგუფი და იყენებს ამას საპროპაგანდოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, რომ აი ცენტრი ბოროტი არის, მათ არ უნდათ რომ ავტონომია ჰქონდეთ აფხაზეთს და აგვიანებენ და არ გვაძლევენ ავტონომიის კონსტიტუციას, ხო? ანუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხო, და წყაროებზე თქვით, რომ არის საქართველოს არქივების, საისტორიო არქივის, ასევე უკვე დახურული კომუნისტური პარტიის CK-ს არქივი, ყოფილი KGB-ს არქივის მასალებიც გამოყენებული, რომელიც რა თქმა უნდა წინა პერიოდს პარტიული არქივი ფარავს, ბევრი მიმართულებით არის პრესა, ჩამოთვლილი მთელი სპექტრი, არა მხოლოდ ქართული გამოცემები, არის მემუარული ლიტერატურა ცხადია, არის სხვა ქვეყნების არქივები, რამდენადაც ესეთი არა მხოლოდ რეგიონული პროცესები მიმდინარეობდა იქ და სპეციალური ლიტერატურა თქვით კიდევაც, რომ ძალიან ბევრი დაწერილა და გამოცემულა ზოგადად საკითხზე და განსაკუთრებით ამ პერიოდზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ნაშრომებში არის გამოყენებული და ციტირებული და ეგ შემთხვევაში გადაბეჭდილი ის წყაროები, რომელიც სამწუხაროდ შემდეგ განადგურდა სოხუმში ინსტიტუტის და არქივის შენობის ხანძრის და დაწვის გამო, რომელიც ასევე ძალიან კონტროვერსიული და ძალიან მტკივნეული არის კოლექტიური მეხსიერებისთვის. და მხოლოდ ამ ნაშრომებში არის გარკვეული ფრაგმენტები ამ პირველწყარო დოკუმენტების დარჩენილი, რომლის ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია არის უკვე ახლა შესაძლებელი. მადლობა ირაკლი, ძალიან კომპლექსური, ფართო და ვრცელი მიმოხილვა იყო. ახლა ჩვენ ყველამ ვიცით, ხო? ანუ ერთი მხრივ საკითხის გაპრიმიტიულებაც არ მიყვარს ხოლმე, რომ მხოლოდ რუსეთი არის საკითხი და სხვა საკითხი აფხაზეთში არ არის და ეს წიგნი და მათ შორის რაც ირაკლი ელაპარაკა ეძღვნება იმის ჩვენებას, რომ სხვა პროცესებიც მიმდინარეობს, მაგრამ მეორე მხრივ ის, რომ რაღაცა აფხაზებთან დავშლეთ, ვილაპარაკოთ და ყველაფერი დაალაგდება თითქოს ახლა იმაში ვართ, წყნარ ოკეანეში ვართ ჩვენ და აფხაზები და გარშემო არაფერი არ ხდება, ესე არ არის. მთელი ეს წლები, ეს 17-21 წელი, რუსეთის სამოქალაქო ომის ფონზე და შუქზე მიმდინარეობდა ეს აფხაზური საკითხის გადაწყვეტა. ეხლა ეს მთელი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იყო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რადგან აი რუკას თუ შევხედავთ და იმ პერიოდის რუკაზე როკის გვირაბი არ მოიძებნება, არც ავიაცია ინდონეზზე განვითარებული, რომ ვინმე დესანტი გადმოსხას, აფხაზეთი იყო მთავარი მიმართულება, საიდანაც შეიძლება რუსეთი შემოჭრილიყო. რუსეთი ვერ შემოიჭრებოდა შავი ზღვის დესანტით, იმიტომ რომ ის ანტა დააკონტროლებდა შავ ზღვას. დარიალი ძალიან ვიწროა და აქედან 2008 წელსაც არ მოხდა შემოჭრა და ფაქტობრივად 21 წელსაც არ მოხდა. ანუ აფხაზეთი იყო ყველაზე მტკივნეული ადგილი, საიდანაც შეიძლება შემოჭრა და ამ სანამ აზერბაიჯანს აიღო. ხო, სანამ აზერბაიჯანი, ანუ მე ვაბობ უშუალოდ რუსეთთან საქართველოში შემოჭრის საკითხს და არა აზერბაიჯანის და სომხეთის გამო. ხო და ამიტომ ამაზე ძალიან მიდიოდა ჭიდაობა და თან ეხლა გეოგრაფიულადაც ყველაზე მტკივნეულია საქართველოსთვის
დასაცავად აფხაზეთი ხო რუსეთის შემოტევის თვალსაზრისით, მაგრამ ამ ტკინობლობას კიდევ უფრო ზრდის, რომ ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს და ისე მყარად ვერ ახარ, როგორც შეიძლება ვთქვათ, ზემოიმერეთში იყო. ეგეც აკითხავ. ხო და 17 წლიდან ხო ეს ზემოიმერეთი არ გამახსენია. 17 წლიდან ეს საკითხი მუდმივად დგას. და არის სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა გარე ძალასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. აი როცა უერის ინსტიტუტის დოკუმენტებზე ვიმუშავე, აი ამ თეთრი რუსეთის არქივებზე, ან დენიკინურ არქივებზე, აი ესეთი სიტუაცია გამომეკვეთა, რომ არის ხალხი ეს თავადაზნაურობა აფხაზებისა, რომლებიც ითხოვენ მიწას და ქართველებს ეუბნებიან, დავდგებით თქვენ მხარეს, რევოლუცია მიწას თუ არ წაგვართმევს, წელი მიწა თქობენ. რევოლუციურ ენთუზიაზმში ვალენტო ჯუღელი ამ ხალხს ეუბნება, რომ წადგაე დაგვიკარგე აქედან, რა ეს მიწას არ წაგართმევთ, თავადაზნაურობა მიწა უნდა დათმოს. და მე ესენი მირბიან თურქეთში, ოსმალეთში და ოსმალურ დესანტს შემოუწყობიან აფხაზეთში, მოკლედ ეძებენ ყველანაირი გზას, რომ ეს მიწა შეინარჩუნოს. ხო, ეს ოსმალეთი მე მარცხდება ომში და იგივე ხალხი მიდის მე დენიკინთან. რუსეთის სამოქალაქო ომის კონტექსტში და მე მაქვს ეს დოკუმენტი ნანახი, დენიკინ შეუტანეს რეპორტი, რომ ესა და ეს ხალხი არის აფხაზებია ჩვენთან მოსული. ანტიქართულად მზად არიან, რომ ქართველების წინააღმდეგ იბრძოლონ, რა გავაკეთოთ და ათოს დენიკინის ხელით დაწერილი რეზოლუცია. Nada использовать ნახარბე მაშანია. ნახარბე მაშანია დიჯგუფს წარმოადგენდა. პირდაპირ უნდა გამოვიყენოთ ესენი და მე იწყება, რასაც აი false flag operation რასაც ქვია, ეს დეзинფორმაციული კამპანია, საინფორმაციო კამპანია იწყება, რომ ქართველები ხოცავენ აფხაზებს, ეს ხდება და ამის ჰუმანიტარული საკითხი არის შემდეგ, რომ დენიკინი შემოვიდეს და ეს აიღოს. აფხაზი ხალხის დასაცავად, ხო, რაც ჩვენ ახლა ცხინვალში გვინახავს, ყირიმში გვინახავს, დონბასში გვინახავს სხვადასხვა და ამას მოყვება 19 წლის თებერვალში დენიკინის მიერ სოჭისა და გაგრის აღება. სოჭი და გაგრა ძალიან გასაგები იყო, რატომაც უნდოდა, იმიტომ რომ გაგრის ვიწრობი უნდოდა რომ გაეტეხა, ანუ თუ რუსეთის შემოჭრისგან კიდე დაიცვა აფხაზეთი, ეს უნდა დაიცვა გაგრაში. გაგრა თუ დაიკავეს და მდინარე კოდორს თუ მოადგენ, იმის მერე არის ვაკე და შემოღწევა არის ძალიან ადვილი და ეს გააკეთა მაშინ. დენიკინმა მერე ქართულმა ჯარმა კოდრშეტევა განახორციელა და ავიდა მდინარე მზიმთამდე, ამასობაში ეს ქართველები აქედან მხრიდან ლავირებენ რაღაცნაირად, როცა ძლიერი არის დენიკინი, ამ დროს ბოლშევიკებთანაც თანამშრომლობენ ქართველები, რომ ბოლშევიკებთან ერთად დენიკინს ებრძოლონ, იმიტომ რომ უშუალო ოკუპაციის საფრთხე დენიკინისგან არის, მაგრამ მე როცა ბოლშევიკები ამარცხებენ დენიკინელებს, მე დენიკინელების ნაწილი გადმოდის ქართველების მხარეს და ქართველებთან ერთად ებრძვის ბოლშევიკებს. მოკლედ საკმაოდ ისეთი რთული პროცესებია, ამაში სპეცსამსახურები არიან ჩართული, აი სპეციალისტიც არის დათო და სხვათა შორის აფხაზი აი იმ დამოუკიდებელი საქართველოს სპეცსამსახურის ხელმძღვანელი აფხაზეთში, ანუ აფხაზეთში რო ქართული სუსი ყავდა მაშინდელი საგანგებო რაზმი, იმის ხელმძღვანელი იყო ეშვა, ხო? ხო, ტარასკან ეშვა აფხაზი კაცი, რომელიც დაძდევდა აფხაზეთში ქართველ ბოლშევიკებს, რომლებიც აფხაზ სეპარატისტებს უჭერდნენ ხაზს. ანუ ეს რომლებიც იყო რუსეთის მხარეს, ხო? ანუ აი ეს კომპლექსური საკითხი არის და აი ამაზე ახლა მე შესავალი მოვთელი და დათოს ვთხოვრო გააკეთოს ომის ბარი, ომის მოგესალმებით. ახლა ზოგადად სანამ საკითხზე გადავართ ამ წიგნში ჩემი ასე ვთქვათ წვლილი არის ზუსტად ეს საკითხი, რადგან გასაუბრობდა საიდუმლო ომი 1917-18 წლებში და შემდეგ უკვე 1921 წლამდე საქართველოს ასე ვთქვათ
სპეციალურ სამსახურებსა და რუსეთის, ანუ ორი რუსეთის, ძირითადად თეთრი და წითელი რუსეთის სადაზვერვო და ესეთი დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ. ხო და თავისთავად რა თქმა უნდა, ბოლო, ასე ვთქვათ, დასკვნითი აკორდი ამ წიგნში არის 1921 წლის საბჭოთა რუსული ოკუპაცია და აფხაზეთის ფრონტი. ხო, აი ამ საკითხებზე ვეცდები ვისაუბრო მოკლედ, თქვენი, ასე ვთქვათ, მოთმინებაც არ გამოცადა და მანამდე ზოგადად რაც არის ამ წიგნის მთავარი იდეა, მეხსიერება, ხო? მეხსიერების გაცოცხლება, რეკონსტრუქცია ამას აქვს ჩემ როლს, ასე ვთქვათ, პიროვნულ პერსონალურ შემთხვევაში ძალიან შორეული წარსული. შეიძლება ვთქვათ, ბავშვობიდანვე ძალიან საინტერესო მოხდა ჩემს ცნობიერებაში აფხაზეთის საკითხი, ხო? ანუ ძირითადად 90-იან წლებში ხა არ ვიყავით განადგურებული ახალი გამოცემებით 1991-12 წლების შემდეგ კატასტროფული ამბები იწყება საქართველოში, ფაქტობრივად ახალი წიგნები არ გამოიცემოდა და ჩვენი ძირითადი საკითხი იყო საბჭოთა ლიტერატურა, სადაც ხშირად იმ ესე ვთქვათ ნაწარმოებებში, სადაც აფხაზეთზე იყო სოხუმს ეხებოდა და ასე შემდეგ, შეავდებოდა 4 მარტის ქუჩა. საინტერესო იყო, ხო, რატო ქვია 4 მარტის, თარიღთან დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ ინტელიგენტების ოჯახში ვიზრდებოდი, მასწავლებლების ოჯახში, არავინ არ იცოდა რასთან იყო ეს 4 მარტის ქუჩა დაკავშირებული, ხო? რა თქმა უნდა, შემდეგ მოგვიანებით გავიგე, რასაც წარმოადგენდა ეს 4 მარტი. მაგრამ რამდენიმე წლის წინ ისევ შევხვდი აი ამ წარსულს, შეიძლება ითქვას, აფხაზეთის სკოლაში, აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლა, თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი სტუმრად, უბრალოდ 27 სექტემბრის ღონისძიებაზე, ჩვენი თანამშრომელი იყო ყოფილი ამ სკოლის დირექტორი შემდეგ და ამ სკოლაში მუშაობენ მასწავლებლები, რომელთა უმრავლესობა სოხუმში დაბადებული და გაზრდილები არიან და ესე ინტერესის გამო ვკითხე, რომ აი 4 მარტის ქუჩა და 4 მარტის შესახებ უსმენია და არ ახსოვდათ, ანუ არ იცოდნენ რას წარმოადგენდა 4 მარტი, ხო? და აქაც ახლა მე ერთ-ერთმა ასაკოვანმა გაიხსენა, გავუგიათ, რომ ეს იყო საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღე აფხაზეთში. ხო, აქაც რამდენჯერმე ვახსენეთ 4 მარტი და რეალურად ეს არის რა, იგივე თარიღი არის, რასაც ეხლა აღნიშნავთ სამწუხაროდ შეიძლება რამდენიმე წელი გავიდეს და თუ არ შეიცვალა სიტუაცია ქვეყანაში 27 სექტემბერიც კი აღარ ახსოვდეს ვინმე, ესე დრამატულად ვითარდება ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაზე ეს ექსპერიმენტი, რასაც ყოველდღიურად ხედავთ დღეს ჩვენ და მით უმეტეს ისტორიული ესე ვთქვათ საკითხებით მანიპულირებაზე და რეალურად 4 მარტი არის იგივე 27 სექტემბერი, რომელიც ერთი საუკუნის წინ მოხდა, სოხუმი დაეცა ამ დღეს და გამოცხადდა იქ ეგრეთ წოდებული საბჭოთა ხელისუფლება, რაც სინამდვილეში რუსული ინტერვენცია და ოკუპაცია იყო. ეს რა თქმა უნდა შესავლისთვის, რომ რამდენად დაზიანებული არის ჩვენი კოლექტიური მეხსიერება და რამდენად წაშლილი არის, ახლა რაზე ვსაუბრობთ, ხშირად გუშინდელ ამბებზე ხდება მანიპულირება და სულიად წარმოუდგენელი ამბები და მით უმეტეს ახლა 100 წლის წინ საუკუნეზე დიდი ხნის წინ რა ხდებოდა, ანუ ძალიან ძნელად აღსაქმელი არის რიგითი მოქალაქისთვის, ხო თუნდაც ინტელექტუალისთვის, ჩვენთვისაც კი, როცა სასწავლო საქმის სპეციალისტი წლების განმავლობაში მუშაობთ ამ საკითხზე, მაინც ძალიან ძნელად ხელშესახები არის, იმიტომ რომ უამრავმა წყალმა ჩაიარა, უამრავმა ექსპერიმენტმა გადაიარა ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების ზურგზე და აი ძნელია ახლა ამაზე ვისაუბრო წლების განმავლობაში და დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე თუ რა მანიპულაციებს, რა ოპერაციებს მიმართავდა საბჭოთა პროპაგანდა, ისტორიოგრაფია, რომ ნელ-ნელა გახუნებულიყო ეს მეხსიერება და შემდეგ სრულიად გამქრალიყო. ხო, ამის რეკონსტრუქცია ძალიან ძნელი არის. ახლა ეს წიგნიც ცდელობა არის უბრალოდ და რაღაც პირველი ნაბიჯი არის. იყო რა თქმა უნდა ჩვენი წინათაობის ისტორიკოსებიც მუშაობდნენ და ძალიან კარგი სპეციალისტები იყვნენ, მათ შორის ლევანტოვიჩის ძალიან საინტერესო ნაშრომი არის, ფუნდამენტური ნაშრომი
რაც ასე ბაზად არის გამოყენებული ჩვენთვისაც 90-იან წლებში გამოცემული, თუმცა ისტორიას მაინც ჭირდება ყოველთვის ახალი თვალით შეხედვა და ახალი თვალით დანახვა ყველაფერს და ჩემს შემთხვევაში ეს საკითხები, რაზეც მუშაობ, საიდან წამოვიდა პირველ რიგში ინსპირაცია, პირველ რიგში ინტერესი, როდესაც პირველად ბევრი წლის წინ გადავშალე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესა. ეს არის ფაქტობრივად ისეთი პირველი წყარო, აი დღეს ან გუშინ ტელევიზორს უყურებთ, საინფორმაციო გადაცემებს უყურებთ და ასე აღვიქვამ ჩვენ პოლიტიკურ რეალობას. ეს არის რეალურად პრესა, რომელიც მრავალფეროვანი პრესა, მათ შორის ძალიან საინტერესო ამ მხრიდან მნიშვნელოვანი, რომ ეს არ არის საბჭოთა ერთპარტიული დაცენზურებული პრესა, ეს არის მრავალფეროვანი დემოკრატიული სახელმწიფო პრესა, სადაც არაფერი არ ემალება რეალურად და ის პროცესები არის კარგად აღწერილი, დეტალურად აღწერილი, უფრო ხშირად და ბევრ შემთხვევაში ამას შემდეგ გაყავხარ, ჩემს შემთხვევაში ასე იყო ყოველთვის პრესას, ანუ ღია წყაროებს შემდეგ გაყავხარ არქივებში, გაძლევს მისამართს, სათანადო ეძებო შემდეგ ის დაფარული საინტერესო დეტალები, რომელიც ხშირად ბევრი ისტორიკოსის შეიძლება ყურადღების მიღმაც დარჩენილა, ხო? ანუ ამიტომ ვამბობ, რომ მომავალი თაობაც კიდე და იმედი მაქვს, რომ ეს დეგრადაცია რაც ხდება დღეს ჩვენი ქვეყნის და განათლების სისტემის შეუცვლელად არ იქნება და მალევე ესე ვთქვათ შემოქმედება უკან მომავალი თაობები გაცილებით სხვა თვალით შეხედან, როცა ამ პირველ წყაროებს ნახავენ, შეიძლება იმ დროის გამოწვევებიდან გამომდინარე ახალი თვალით და ახალი ესე ვთქვათ მიდგომებით დაინახონ ეს საკითხი, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში პირველ წყაროები. ყველა ძირითად საკითხს რო გადავიდეთ რა იყო ხო ცოტა გამეწელა მართალია შესავალი, მაგრამ ეს რადგან მეხსიერებას ეხება ძირითადად ამ წიგნის იდეა, მაინც აუცილებელია ამაზე ვისაუბროთ და ნებისმიერი თქვენთაგან თუ რა ვიცით საკუთარ მეხსიერებაში, საკუთარ გამოცდილებაში წაკითხული მასალებიდან ხელახლა შეაფასებს აფხაზეთის ამბავს, აფხაზეთის ისტორიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არის პერსონალურად ნებისმიერი თქვენთაგანისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დღეს არ ესწრება რომ შეხედოს 1917-18 წლები არის პირველი ესე ვთქვათ მონაკვეთი ამ ისტორიის, როდესაც რუსეთის იმპერია ინგრევა და ახალი პოლიტიკური განზომილების წინაშე დგება არა მარტო საქართველოს, რომელიც ამ დროს დამოუკიდებლობას აწყდა, მთელი ცივილიზებული სამყარო და განსაკუთრებით ევროპაში ხდება და ამ ევროპული იმპერიების და ასე რუსეთის იმპერიის ნანგრევების ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების შექმნა, სულით ახალი ესე ვთქვათ პოლიტიკური სივრცე იხსნება და შემდეგ უკვე 1918-დან 21 წლამდე რა ხდება საქართველოში და განსაკუთრებით აფხაზეთის მიმართულებას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას ეს ზედაპირულად განვიხილოთ და შევხედოთ, არის როგორ მდგომარეობაში, როგორც ამბობთ, არჩევნები ტარდება, კონსტიტუციაზე მუშაობა მიდის, ევროპასთან ურთიერთობები ეწყობა და ძალიან ასეთ მაღალ ხარისხში არის უკვე. ბოლოს ეს ყველაფერი ხდება გამუდმებული ომების და საბჭოთა რუსეთის და მანამდე თეთრი, ესე ვთქვათ, მოხალისეთა არმიის, ამ დენიკინის არმიის, როგორც პოპულარული სახელია მისი, ამათი გამუდმებული თავდასხმების პროცესი. ფაქტობრივად არც ერთი წელი არ ყოფილა, რომ საქართველოს არ ყოფილიყო თავდასხმის, ესე ვთქვათ, ობიექტი რუსეთისგან. თუ არსებობდა ორი რუსეთი და ხშირად უფრო 90-იან წლების ტერმინი იყო, რომ ორი რუსეთი არსებობს, არსებობდა მაშინ ეს ორი რუსეთი და ორივე მტრულად იყო განწყობილი საქართველოს არსებობის სადმე თუნდაც და დემოკრატიაზე და ევროპულ გზაზეა საუბარი არსებობის მხრივაც ვექამ ძალიან საინტერესო რამ ახსენა, ხო? ანუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მუდმივად აი ამ გამოუვალ მდგომარეობიდან ცდილობდა და საკმაოდ კარგად გამოსდიოდა, ანუ ამ რუსული ესე ვთქვათ სამოქალაქო ომის სათავისოდ გამოყენება. ხო, იმიტომ რომ ქართველი სოციალ-დემოკრატები, რომლებიც მაშინ თავრობას და ასე ვთქვათ მმართველ ძალას წარმოადგენენ, ძალიან კარგად იცნობდნენ რუსეთს და ამ რუსეთის ინტერვენციების შემთხვევაში ძალიან კარგად ახერხებდნენ სპეციალური საშუალებებით და ოპერაციებით ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენებას. მაგალითად, ერთ-ერთი საინტერესო მომენტი არის რა ზუსტად ის პერიოდი, როდესაც 1919 წელს დენიკინის არმია, მოხალისეთა არმია უდევს
საქართველოს აფხაზეთის მხრიდან მარტში გამოცხადდა მასობრივი ამნისტია და ყველა დაპატიმრებული ბოლშევიკი, რომლებიც 1918 წლის აჯანყების შემდეგ იყვნენ დაპატიმრებული სოხუმის ოლქში, გაათავისუფლეს და ფაქტობრივად ამას ძალიან საინტერესო წყაროარის ვალე კუჯურელი, რომლის სახალხო გვარდიელი ჩანაწერები მძიმე ჯვარი ნატოსთან ერთად გამომცემლობაზე ერთად რამდენიმე წლის წინ გავაკეთეთ, იქ ძალიან საინტერესო რამეს წერს, რომ ფაქტობრივად რას ამბობს, რომ ეს ბოლშევიკი თვითონაც ყოფილმა ბოლშევიკმა გადმოიბირა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ, რომ თუ დენიგინის არმია გააგრძელებდა წინსვლას, აფხაზეთის ბოლშევიკებს მათ წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ და ამ პირობით გაათავისუფლეს ისინი 1919 წლის თებერვალ-მარტში და საერთოდ რა ძალებით იცავდნენ, ხო? საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული რესპუბლიკა აფხაზეთის მიმართულებას, როგორც ახსენა ბეკამ, ასევე ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომლის პლაცდარმად გამოყენებასაც 1921 წელსაც კი განიხილავდა სტალინი პირველ რიგში საქართველოს ოკუპაციის ინიციატორი. დოკუმენტებში ხშირად ხდება ეს მოსაზრება მათი ესეთ შიდა განხილვების დროს, რომ საიდან შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ ინტერვენციის დაწყება, ესე ვთქვათ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, ანუ ბორჩალოს მაზრიდან, სომხეთის თუ აზერბაიჯანის მიმართულებიდან თუ აფხაზეთიდან. ანუ აფხაზეთი განიხილება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იმ პირობებშიც კი, როცა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა და სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკაც უკვე ოკუპირებული არიან და საბჭოთა რუსეთის ესე ვთქვათ ოკუპაციის ქვეშ არიან. ხო, ამ პერიოდშიც კი განიხილება ხო ძირითადად აფხაზეთის შესახებ ამ მხრივ საინტერესო მოგონებები ღია წყარო რაც არის და ესე ვთქვათ ცნობილი ხელმისაწვდომი წყარო არის ცნობილი ქართველი ემიგრანტის ვალერიან თევზაძის ქართველი ოფიცრის ჩანაწერები. ეს კაცი ძალიან საინტერესო პერსონა იყო, დამოუკიდებლობის დროს იყო ქართული სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეც და აფხაზეთშიც იყო ესე ვთქვათ გადამესამართებელი გარკვეულ პერიოდში, სადაც ის მუშაობდა კონტრდაზვერვის უფროსად. ის ძალიან საინტერესო ამბებს წერს აფხაზეთში რუსულ გავლენებზე და ამ გავლენების განეიტრალებაზე საქართველოს მხრიდან და ძირითადად აფხაზეთის მიმართულებას იცავდა გაგრის კონტრდაზვერვის ზონა, სადაც ესე ვთქვათ შტაბის ქართული შეიარაღებული ძალების შტაბის დაქვემდებარებაში იყო როგორც სამხედრო კონტრდაზვერვის, ასევე სახალხო გვარდიის დაზვერვის და კონტრდაზვერვის განყოფილებები და ესენი არა მარტო ესე ვთქვათ გაგრის ზონას იცავდნენ და სხვადასხვა სახალხო გვარდიის კონტრდაზვერვა ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ სამსახური იყო, ძირითადად ეს ადგილობრივი კადრების განყოფილებდებოდა, ტერიტორიული პრინციპით მოქმედებდა სახალხო გვარდია, ცნობილი ამბავებს ძალიან კარგად იცნობდნენ ადგილობრივ სიტუაციას და არა მარტო ეს იყო წინაღობა და ხაფანგი შეიძლება ითქვას როგორც დენიკინის ესევე ბოლშევიკური ინტერვენციისგან, ანუ ინფილტრაციისგან, უბრალოდ პირიქით, ანუ აქედან ჰქონდათ პლაცდარმი ყუბანის ხარეში, ესე ვთქვათ, სადაზვერო საქმიანობის წარმოებისთვის და საკმაოდ კარგად აკეთებდნენ ამას. გიორგიც განიხილავდა ამას თავის აღნიშნულს, რომელიც ინტეგრირებულია ამ წიგნში. თევზაძე წერს ამის შესახებ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ესე ვთქვათ, საარქივო დოკუმენტი არის ასევე პეტრე პავლენიშვილის ასევე ქართული სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანის, რომელიც ფაქტობრივად ტყვედ ჩაიგდეს 1921 წელს საქართველოში დარჩა და დააპატიმრეს მე-11 არმიის ასობი ატელის, ანუ სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა და მისი დაკითხვის ოქმი, მისი დაკითხვის ესე ვთქვათ საქმე, რომელიც კაგების არქივში არის და ეს ხელმძღვანელია სამწუხაროდ 3 წელია დახურულია უკვე. ის ძალიან კარგად აღწერს აფხაზეთის ესე ვთქვათ, რომელიც თვითონ იყო სოხუმის ოლქის კონტრდაზვერვის უფროსი. ძალიან კარგად აღწერს ამას და სხვადასხვა ის დამორჩა. ხო, ნუ ამ ამბავს მოვჩევით, მაგრამ აქ ომზეც არის საუბარი, რომელსაც წაიგებთ მედია. სახშიც ხანდარ წართულზე. ხო, ანუ რა თქმა უნდა ეს დაკითხვა ახლა წარმოუდგენელი ესე ვთქვათ წამების და ზეწოლის პირობებში ხდებოდა და ბევრ რამეს ყვება საინტერესო ამბებს, რაც რა თქმა უნდა ისტორიისთვის უკვე საინტერესო განზომილება არის, ხო, როცა აი სქემებს აღწერთ და მათ შორის ძალიან საინტერესო ამბავს ყვება, რომ ნესტორ ლაკობა, ანუ აფხაზ ბოლშევიკების ლიდერი იყო მისი აგენტი ფაქტობრივად, რომელსაც იყენებდა
თეთრი მოძრაობის, ანუ მოხალისეთა არმიის აგენტურის და მზვერავების წინააღმდეგ. ხო, ასეთი საინტერესო ამბები საერთოდ გამქრალი არის ჩვენი მეხსიერებიდან და ასეთი ამბები არსებობს რეალურად. ახლა რაც ვინც ვახსენეთ კიდევ თარასხან ეშვა, ეს იყო კაცი, რომელმაც 1920 წელს მთლიანი ბოლშევიკური ატაკქვეშეთი გაანეიტრალა, ფაქტობრივად ერთ დღეს დააპატიმრეს სოხუმის საოლქო კომიტეტის მთელი შემადგენლობა. ეს იქნება 1919 წელს საიდუმლოდ სოხუმის საოლქო კომიტეტი, ანუ რეალურად როცა საუბარი არის აფხაზეთის კომუნისტური პარტიას, ხშირად დღეს ამბობენ, რომ აფხაზეთის კომუნისტური პარტია არსებობდა, ხო? ეს არის რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ხაზი, შემდგომში არ არსებობდა აფხაზეთის კომუნისტური პარტია, არსებობდა რუსეთის კომუნისტური პარტიის სოხუმის საოლქო კომიტეტი, რომელიც მუშაობდა არალეგალურად აფხაზეთში და 1920 წელს ზუსტად ამ ეშბამ დააპატიმრა მთელი, ესე ვთქვათ, საიდუმლო ორგანიზაცია. თვითონ შემდეგ ემიგრაციაში იყო 22 წელს ბრუნდება, შემდეგ არალეგალური ცხოვრების გარკვეული პერიოდის შემდეგ მას აპატიმრებენ და ის გამო რომ ძალიან საინტერესო საქმე არის კგბ-ს არქივში ეშბას შესახებ თარასხან ეშბას შესახებ, რომელიც სხვადასხვა სეფრემ ეშბას ნათესავიც იყო, მისი მხარეს იყო და ეს აქეთ მხარეს და იმდენად ესე ვთქვათ ტრაგიკული და საინტერესო დოკუმენტია, ფაქტობრივად ხედავ გმირს მისი სახით. ანუ წარმოვიდგინეთ ჩეკისტების ხელში ჩავარდნილი აფხაზი, ანუ ეს ჩეკისტები არიან სევერიან კუხალეიშვილი, რომელიც აფჩეკას თავმჯდომარე იყო და ნიკოლოზ ბახტაძე, ასევე ფაქტობრივად ვერ გატეხეს ვერანაირი წამებით, ის არ ასახელებს იმ ქსელს, რომელიც მას ესე ვთქვათ რომის შესახებაც არათუ ინფორმაცია ჰქონდა, რომელიც მეთაურიც იყო, თვითონ შემდეგ თბილისში გადმოაგზავნეს 1923 წელს დახვრიტეს ფაქტობრივად შურისძიების ნიადაგზე. ამ საქმეში ხშირად არის რა, როცა კითხვებს უსვამენ, ის ამბობს, რომ არ მახსოვს, არ ვიცი. ანუ წარმოიდგინეთ, ახლა ეს არ ხდება ესეთ რაღაც ცივილურ და რა ვიცი, ოთახში და საზოგადოებაში, ხო, ან ჩეკისტების საკითხის ქვეშ არის ეს კაცი და ფაქტობრივად ჩვენ ვიცით მის შესახებ ფაქტობრივად არაფერი და არ იცის საზოგადოებამ არაფერი. ხო, ახლა რაც შეეხება თვითონ ამ ეპიზოდს, ომის ეპიზოდს, რადგან დრო არ გვაქვს, მთელი თავი არის, ხო, ანუ როგორ მოახდინა საბჭოთა რუსეთის ყუბანის მეცხრე არმიის ნაწილებმა აფხაზეთის ოკუპაცია იმ დიდი საომარი, ესე ვთქვათ, ოპერაციის ფარგლებში, რომელიც 1921 წელს ვითარდება საქართველოს წინააღმდეგ და საბჭოთა რუსული ოკუპაციის ერთ-ერთი მთავარი ფრონტი არის აფხაზეთის მიმართულება და იქ ძალიან დრამატული საბრძოლო ვითარება არის, მათ შორის ფრანგების დახმარება, ფრანგული ესკადრის დახმარება, ქართული შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძვის ფრანგული ესკადრა და სააგენტო артиლერიით უჭერს მხარს და ერთ ეპიზოდსაც გავიხსენებ, ახლა რა თქმა უნდა ამას თქვენ თვითონვე წაიკითხავთ, მაგრამ არის ერთ-ერთი ასევე ძალიან საინტერესო ეპიზოდი, როდესაც ახალი ათონის პოზიციები გაარღვია წითელი არმიის ნაწილებმა და უკვე სოხუმის მიმართულებით მოძრაობენ და ქართული არმია ეხებს დინარე კოდორისკენ იქ ახალი პოზიციების მოსაწყობად არიერგარდს, რომელიც იცავდა ქართული არმიის ზურგს, ხელმძღვანელობდა აფხაზი პოლკოვნიკი ვალერიან ანჩაბაძე, რომელიც მას ვიანორ ანჩაბაძე, ესე ცნობილი აფხაზი, ესე ვთქვათ, საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკური მოღვაწე იყო და ვალერიან ანჩაბაძე 1921 წლის 3 მარტს იღუპება გუმისტის ხიდთან ბრძოლაში. ანუ ფაქტობრივად ეს არის საქართველოს და აფხაზეთის ისტორიის, ქართულ-აფხაზური ისტორიის, ესე ვთქვათ, ზუსტად თქვა ტერმინი ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი და ესეც რა თქმა უნდა ისევ აი ჩამარხული იყო და დღესაც ეხლა ესეც გარკვეულ საზოგადოებას მიწვდება და ეს არ გავრცელდება მასობრივად, ხო, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამას სახელმწიფოს რესურსები ჭირდება, რომ ეს ყველა მასწავლებლამდე მივიდეს, ყველა სკოლის მოსწავლემდე მივიდეს. ხო, ანუ ესეთი ადამიანები არიან ისევ და ისევ ჭრილში და ფარდის მიღმა დარჩენილ და რეალურად ხო რო შევაჯამოთ ეს სიგნი არის ძალიან პატარა მცდელობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი, როდესაც უკეთესი დრო დადგება, გაცილებით დიდ მასშტაბებში გადაიზარდოს და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნას ეს ყველას იდეა არის ეს
რეალურად ამ საქმეებით უნდა იყოს დაკავებული. ჩვენ არავის გამოგონება არ გვჭირდება, ხშირად პროპაგანდა და სახელმწიფოს პროპაგანდა იგონებს ხოლმე გმირებს, იგონებს ხოლმე ისტორიას, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება საბედნიეროდ ეს უამრავი ისტორია არსებობს კიდევ იმის მიღმა, რაც ჩვენ შევძელით ან საერთოდ ჯერ კიდევ ხელუხლებელი არის და ბევრ რამეს სჭირდება ესე ვთქვათ ახალი თვალით შეხედვა და ახალი ხელის შეხება შეიძლება ითქვას ბოდიში გადაჭარბებისთვის. მადლობა დათო, არა, ჩვენ საბოდიშო არაფერი გაქვს, ჩვენ ბოლო იყავთ დაგოჩაგდე. ყოველ ჩვენზე ნაკლები ელაპარაკე, მგონი შენ. არ გაქვს საბოდიშო არაფერი. მადლობა, ხო ეს ორი ეშბა, ორი მდივანი, ორი ყობახიძე. მოკლედ და ეს რაც გადასარევი წიგნი არის, მაგრამ რაც არ მომწონს და დამარხდა, რომ აი დასაკმარისად ეროვნული არ არის და რაღაცა მოტივები შეიძლება და უფრო გაეროვნულება ხდისა. მაგალითად აფხაზურა რო კარგით, სულ რამდენიმე წუთი გვაქვს დარჩენილი და თუ გექნება კითხვები მოსაზრებები მედია იქნება. ხო, გვაქვს წუთები გვაქვს. მახა სხვა შეგვაფასებდი. ხო, ანუ საინტერესოა ეს ასე ვთქვათ ტექნიკური პარადიგმიდან გასვლა, ეს მართლა კარგი დამსახურება. ეს ვთქვათ მეთოდოლოგიური ნაციონალიზმიდან გასვლა, ხო? რაც ახასიათებს ამ ასე ვთქვათ პარადიგმას. მაინტერესებს როგორ ჩანს მაინც აი ამ თქვენი ინსტიტუციურ სტატისტიკურ დისციპლინიდან როგორ ჩანს მაინც ეს ნაციონალიზაცია და თუ რა ჯგუფს სად ჩანს და როგორ ვლინდება ეს მაინც ყოფილი. ანუ ნახეთ მე მესმის რომ თანამედროვეა ვთქვათ ეხამაც აღნიშნეს თავიდან თანამედროვე ანუ წარსულის ნაციონალიზაცია ხდება ანუ წარსულში ხდება ანუ თანამედროვე პერსპექტივების აღქმების мотиваციების გადაყენება იმ ეპოქის დასახასებთან რომელსაც სხვა კონფიგურაცია კულტურული, პოლიტიკური, სოციალური, ხო? და თქვენი დამსახურება ესეთი კარგი დასაწყისია, რაც მარკის წიგნი შევიძინე მაშინ და რაც მე დავინახე ის არის რომ ისტორიზება ხდება, ანუ მეთოდოლოგიური მიდგომა, რომ რა თქმა იმავე ეპოქის თვალებით გაინახოთ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს, ხო? მაგრამ იმის უარყოფას არ შეიძლება რომ კი ბატონო საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა განსაზღვრავს და შექმნა ის თანადროე ეთნიკური ერთობა, რასაც აფხაზი ქვია. კონსტრუირებული კონსტრუქტივიზმის პერსპექტივიდან შევხედოთ, მაგრამ რაღაცა ეთნიკური ლინგვისტური ჯგუფი არსებობს რა. ანუ ეს ინდა სპიჩ კომიუნიტი და არქი, ინდა რაღაცა ტომობრივი, ყანური იმბრაულობის წიგნი გახსოვდა თქვენს ყანური ერთობა და აფხაზური ხო ლაკობასთან. ამ ეს ხალხი როგორ ჩანს თქვენი პერსპექტივით? აი ეს ჯგუფი რაღაცა რომელიც ლაგერებს და თან საინტერესოა რომ ეს აფხაზური ერთობა მაგზამეთ ის კი არის გეოგრაფიული ერთობა. ეს არის რაღაც სექტორული ერთობა, რომელიც სამზაკონოში არის, სადაც გუდაუთაში არის. მე თვითონ სამზაკონელი ვარ, ხო? ასე ანჩაბაზენ პასმეზურბელია, მხარი პასმეზურბელი, ლაკებაია, ბეცონან პასაერთობა და იმათ აფხაზები ზაფხრი არის. ანუ ეს ეთნიკური, ანუ რაღაც აქვს ჰიბრიდული იდენტობა. ქართულ-ნეგრულ აფხაზური რაღაცა ქართულ-ნეგრულ სხვადია ერთმანეთს მაგრამ რაღაც ეს გარდამავალია ეს სიმბოლური მოდელობის განცდა კალში და მაშინაც ეს საზღვაო თალი იქნებოდა და ეს ჩანს თუნდაც პოლიტიკური ბრძოლა და სოციალური ვიდრე ეთნიკური მაგრამ როგორც ჩანს აი ეს ნაციონალისტები ჯგუფებია ფედერაციაში იმ ინსტიტუციურ სტატისტიკურ პრიზმიდან საჩანსეს და როგორ მინდება ეს და რა არგუმენტები მოყავთ იმიტომ იყენებთ უამრავ მასალას ხო ესაც საერთოდ როგორ მინდება ეს მათი არგუმენტები ერთი წამს სანამ ირაკლი პასუხს მე მინდა სულ ერთი წინადადებით შევავსო კითხვა უფრო შევასრულო როგორც ანუ იგივე თემაზე რა რომ აი სახალხო საბჭოს არჩევნებზე იყო სამურზაყანოელი სოციალ-დემოკრატების საკრე, გუდაუთელი სოციალ-დემოკრატების საკრე და საერთო სოციალ-დემოკრატების საკრე. აი ესეც მე არა ნაციონალისტურს, არამედ კლანურ ტომობრივ ასოციაციას მიჩენს, რომ აი იმ სამურზაყანოელ ნაციონალისტებში არიან ესეთი ტიპები, რომლებიც ჩვენი თანასოფლელები არიან, კვედი სოფელში თავი კაცია ვიღაცა ასე შემდეგ და ამას უფრო ვენდობი, ამას უფრო მივცევ ხმას, ვიდრე ვიღაცა ზოგადად სოციალ-დემოკრატი ჩამოვიდა, ხო, იმიტომ რომ იმ საზოგადოებაში ამას აქვს მნიშვნელობა. ანუ
ეს სახი აქ ამას და სწორად მესმის თუ თქვა აი გუდაუთოლის სოციალ-დემოკრატები იმიტომ არიან რომ იქ აფხაზები არიან ხო ან დაახლოებით ერთ და იგივე რაღაცას ვქში ოჯახი ხო ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის მეცდები რომ ახლოს ჩემი პერსპექტივიდან გიპასუხოთ სად ჩანს სად მილინდება ხო ანუ როდესაც საუბრობთ რომ იმ ფაზიდან როცა ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოექცა და ინსტიტუციურ გააზრებებში გადავიდა აქ უკვე კლასიკური პოლიტიკური ფორმა აქვს ამას მიღებული ან პარტიის სახით ხო ანუ დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები და ნაციონალისტები მემარჯვენეები როგორც ეძახიან თავს ანუ ამათი კოალიცია რომლის საყრდენი არის ეს გუდაუთის სექტორი არამთლიანად თქონდ გარკვეული სექტორი და და კოდორის ოჩამთილის მაზრაში მცირე დასაყრდენი მათ აქვს ეს არის თქვა ერთი ნაწილი თუმცა ეს არ არის ეს ძალიან კაფიერ საზღვრები როგორც ვქვით წინა პერიოდშიც ამავე დროსაც არის გარკვეული გადაფარვები და სიტუაციური მოკავშირეობა ისევე როგორც თქვა გუდაუთაში ბოლშევიკური და ახსენებული ლაკობას, პირადი, კლანური, ქსელი და სხვა, ასე ვთქვათ, ეთნიკური აფხაზი ბოლშევიკების სიტუაციური მოკავშირე ხდება ამ ჯგუფების და ერთიანი პაკეტი შეიძლება დავინახოთ, არის კიდევ შიდა დაპირისპირება. უფრო ფართო, ასე ვთქვათ, განზომილებაც არის, რომ აფხაზური აი ამ ნაციონალისტური ქრისტესობის სპიკერი და განხმოვანებელი ხდება ეთნიკური რუსი. ალექსანდრე დემიანოვი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი, სახალხო სოციალისტი იყო თუ არ ვცდები ამ პარტიის, შემდეგ სამოქალაქო ომის დროს ჩამოდის აფხაზეთში, ინტეგრირდება ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესში და ერთ-ერთი განხმოვანებელი არის ამ პოლიტიკური მიმართულების ნებები. სახალხო საბჭოს დეპუტატად ამ კოალიციის ნომრით არჩეული იყო და ოღონდ აი როცა ეს სიტუაციური მოკავშირეობა საფრთხება განხეთქილება, ხო? დემიანოვს რიცხავენ 13 წლის ბოლოს სახალხო საბჭო და რატომ რომ ის უკვე ღიად პროდემიკინურ სენტიმენტებს ამჟღავნებს და ეჯახება ასევე თავის თანაგუნდელების აი ამ აფხაზური ნაციონალისტური ჯგუფის პოზიციას რომლებსაც აქვს სენტიმენტები ჩრდილოკავკასიელ ნათესავებთან ხო ჩერქეზებთან და ასევე უფრო ფართოდ ჩეჩნეთთან ინგუშეთთან დაღესტნელებთან რამდენადაც დენიკინი ამ დროს ახორციელებს ჩრდილოკავკასიის ოკუპაციას და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ცდილობს რომ სამხრეთში აქ ჩრდილოკავკასიის მთის რესპუბლიკის ოკუპაციის წინააღმდეგ ძალთა კონსოლიდაცია არ მოხდეს და მათ შორის აფხაზეთის ავტონომიაში ეს პროცესი წავიდეს პროპაგანდის რომ ჩვენ ჭირდებით ჩვენს მოძნაებს ჩრდილოეთში დაიწყოს თავი. ხო აი აქ მათ შორის განხეთქილება მოხდა. ანუ ესეთი გადაფარვები არის კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი, რაზეც ახლა ცხადია წიგნში ბოლომდე ესე გამკვეთლად არ ჩანს, რომ ვერ დაიკევდა მთლიანად ცხადია რაც აქვს წიგნს პრეტენზია რომ ყველაფერს მიმოიხილავს, რომ აი ბექამ ახსენა არისტოკრატიის საკითხი, ამ ეთნიკური აფხაზური არისტოკრატიის საკითხი, მათი პოლიტიკური გემოვნება და პოზიციები როგორი არის ჩამოყალიბებულია, მერყევია, როგორ ტრანსფორმირდება ის შემდეგ აი პოლიტიკურ ინსტიტუციურ გარემოში. ნაწილობრივ აღხედავთ, რომ ისინი ირჩევენ უფრო მემარჯვენე მიმართულების პარტიებს, ახსენეთ ჯოტო შერვაშიძე, რომელიც არის ეთნიკური აფხაზი, ძალიან ავტორიტეტური პიროვნება, არა მხოლოდ ეთნიკური კუთხით, საერთოდ აფხაზეთში ცხოვრობენ მთელი საზოგადოებისთვის, როდესაც ის თავის პოლიტიკურ პოზიციონირებას იწყებს, რადგან აქვს ეს, ასე ვთქვათ, თავისი არისტოკრატიული კოდი ერთგვარი, ის ხდება ეროვნულ-დემოკრატიული საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი. რიგი ეთნიკური აფხაზი არისტოკრატები ჩილში გადადიან და არის ამაზე საუბარი და დისკუსია, რომ მათი ასე ვთქვათ სიტუაციური მოკავშირეობა იწყება აი ამ ხსენებულ ჯგუფთან დამოუკიდებლების და მემარჯვენეების კოალიციასთან, ოღონდ ისინი წინა პლანზე არ გამოდიან და თვლიან, რომ აი მათზე უნდა დადონ მცონი, ხო? აი ესეთი ასე ვთქვათ საკმაოდ მყიფე ცვალებადი პროცესი მიდის, როგორ განვითარდებოდა ეს ხადი ამაზე ჩვენ არ შეგვიძლია უპასუხოთ, ამიტომაც
არ არის ეს ისტორიის თემა, თუმცა რაღაც მომენტში ხედავთ შემდგომ ფაზას ამ ყველაფრის საბჭოთა ოკუპაციის და ტოტალიტარიზმის პირობებში აი ეს ბირთვი კლასიკური გაგებით მაშინდელი აფხაზური ნაციონალისტური პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფის თუ ქსელის, რომელიც დავახასიათეთ როგორც ინსტიტუციურად, ასევე გეოგრაფიულ განზომილებაში, ხო ძირითადად გუდაუთა არის მათი დასაყრდენი, მათი ლიდერები, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ამ წიგნში და პროცესებში ნახსენები, როგორც არის ალანია, არის ცაგურია, თარნავა, კაკუბა, ეს ადამიანები მთელი 20-იანი 30-იანი წლების განმავლობაში ოკუპაციის მომენტში მაშინვე ბოლშევიკური პარტიის ლიდერში შედიან და ახალ სიტუაციურ მოკავშირეობას იწყებენ და არიან შემდეგ მუდმივად ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ადგილობრივ დონეზე დაპირისპირებაში ნესტორ ლაკობასთან. და ეს წერტები შემდეგ ტიმოტი ლოვანტის ციხეში არის მიმოხილული, თუმცა თუ კითხველი არ იცნობს ამ პერიოდს და ამ პერსონაჟების ეს ფონი არ იცის, ცოტა ვერ ხდება იქ რა პოლიტიკური თამაში მიდის. და აქ ძალიან საინტერესო არის, რომ თანამედროვე თვალისთვის აი ამ ხსენებული ნარატივებიდან საერთოდ დაკარგული არის და ლაკობა სულ სხვანაირად ჩანს, როცა ყოფილი ნაციონალისტები, აი ეს ჯგუფი, რომელთაც პარტიული ბოლშევიკური მანდატი აიღეს, 20 წლებში ისევ ამ კუთხით პოზიციონირებენ, რომ რეალურად აფხაზი ხალხის ერის ინტერესებს ისინი უკეთ წარმოადგენენ, ვიდრე ლაკობა. და ლაკობა, რომელიც დღეს მიჩნეული არის, რომ არის აფხაზური ნაციონალიზმის დამცნებელი მამა, არის დაახლოებით ისეთივე ფიგურა ამ ჯგუფებთან დაპირისპირებაში და მათ ასე ვთქვათ განეიტრალებაში და ჩახსნაში, ეს ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, როგორც სერგო ორჯონიკიძე არის საბჭოთა საქართველოს ფარგლებში, როდესაც ის მის ოპონენტებს ძალაუფლების კონკურენტებს ხო, ოკლონისტებს ხო, ანუ რომელთაც აკერებს ნაციონალისტის იარლიხს და აი ამ ინტერნაციონალური პოზით და რუსულ პრიმატზე ორიენტირებით გამოდის, რომ ჩვენ ხა აი ამ საერთოდ დიდი სახელმწიფოს ნაწილი ვარ და რა ქართულ ენაზე ლაპარაკობ და რა საზღვარზე მოლაპარაკებით. ამავე საკეთებს ლაკობა, როცა იძახის, რომ 20-იანი წლების პერიოდში, რომ აფხაზურ ენას არანაირი მომავალი არ აქვს, ამაზე მეცნიერება ვერ დაშენდება, ლიტერატურა ვერ დაშენდება, რუსული უნდა იყოს ლინგვაფრანკა პირდაპირ ღიად და ამ პოზიციით ის ინარჩუნებს თავის ძალაუფლებას 30-იანი წლების შვამდე, როდესაც უკვე მისი კლანის ჩახსნა და ჩანაცვლება იგეგმება და ხორციელდება ცენტრიდან და შემდეგ ადგილზე ბერიას ხელით. ხო, აი ესეთი ტრაექტორია არის და ეს ძალიან საინტერესო საკვლევისი ბევრი ღია ისე და იმედი გვაქვს, რომ ბევრი მოტივაცია გაჩნდება კვლევარებში, რომ ამ თემებს ჩაუღმავდნენ და უფრო კომპლექსური სურათი გვაჩვენონ. მადლობა ერაიმ, ახლა ძალიან საინტერესო არის ერთი კითხვა თუ არა, ერთი კითხვის ადგილი დარჩა. გიორგი და ამით დავამთავროთ. სხვა არა, უბრალოდ ერთი მადლობა ასეთ ინფორმაციისა, მაგრამ ძალიან ბევრი საკითხებია. მცირე ნაწილი სამართლებრივი არის, რომელიც სიახლე არის, ამერასაც გასაფრთხილ მოლაპარაკების პერიოდება გამოქვეყნებული თავდროზე. ამიტომ მომავალში ბევრი სამუშაო არის, კიდევ მოიძებნი ამაზე მასალები. მაგრამ პირველი ცდელობა იყოს, ზოგადად რა თქმა უნდა, როდესაც ავტონომიასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა დაყრდნილი მოლაპარაკებების პრეცედენტია ცენსა და ავტონომიის ნაწილს მაინც მე აქ ჩანს დავიკითხები მაგაზე ზოგადად ეს პროექტი საინტერესო ენაზე ვახსენებ ამ რეგულირებაში თვითონ ადგილობრივი არის თქვენ აფხაზეთის ზაქონი დემონდებს ფიცერს გაცილებით პროდუქტივიც არის რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზური ენაც არის სახელმწიფო არის თვითონ ეროვნული უმცირესობების ენაშენება ყოფილი ჩანს რომ როგორც თავზეა ახსენეთ რომ პოლიტიკური ერინჯა ჩამოყალიბებული არის ასევე არის საინტერესო ელემენტები, რომ სახელმწიფო სასამართლოს ელემენტები ჩანს, რომ საუბარი რომ ადგილობრივი წარმომადგენლები დათმობს იმისმა, სამთავრობო წარმომადგენლები აღარ იქნებოდა, მტრიად აღმოსავლეთში გადასცა მომავალში ავტონომიას და დავის შემთხვევაში საქმე წავიდა წინდადი სენატში. ანუ ზუზენაის სასამართლოს რომელიც სახელმწიფო სასამართლოს ფუნქციების ისე მატარებელი თეორია მაშინ არის.
ანუ ძალიან რამოდენიმე ელემენტია, რომელიც ინტერვიუებში საინტერესო იყო და 1992 წელს როცა დეკლარაციულად მოხდა კონსტიტუციის აღდგენა, ეს სახელმწიფო საბჭო იყო თუ სახელმწიფო საბჭო, რაკეც რეფერენდუმი აბხაზეთის თომეს ხელებზე გაფრთხილებული რომ კონსტიტუციაში არ არის საერთო ახსენები ავტონომია არ არის ეს დებულება არ არის ავტონომიის კონსტიტუციის რანგის, მაგრამ მაშინდელ პოლიტიკოსებისთვის შეიძლება აერთო ამაზე მეტი რომ მიღებული იყო და რაღაც არ ახსენე. ეს საბაბი იყო რა თქმა წინააღმდეგ გაეწია თუ აი ავტონომიას გამოფრინოს მაშინ აძინა რა მაშინ რა ასაკავი ფიგურები და ერთ-ერთი მიგრული პოლიცია კონსტიტუცია ვიცინებს და დამოკიდებული. უბრალოდ დიდი მალობა და ბევრი საფრთხეა მომავალში ისტორიკოსებისაც ინვესტორებისაც. მადლობა ერთი კომენტარი აუცილებლად საჭიროა რომ გავაკეთო აი ეს თითქოს ხო აფხაზეთის სახალხო საკრებაში ანუ ადგილობრივ პარლამენტში სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს უმრავლესობა, მაგრამ ეს აფხაზა რაღაცა ესე ვთქვათ საკონსტიტუციო ხო და ეს რაღაც ის კაც სოციალ-დემოკრატები ან რაღაც ხელისუფლების სოციალ-დემოკრატები არ არის იქ რაღაცა თორნიკერი ჟვაძეების ზიან რა იქ იყო ის რომ ანუ სერიოზული ის არის გამოწევა არის ცენტრსა და ავტონომიას შორის ამ უფლებამოსილების გამიღება და რეალური დისკუსია და რეალური დებატი არის და ჭიდილი არის ამასთან დაკავშირებით. აი ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ თქვენ და დიდი ხანია ვიცნობ რაღაც ნაწილებს ამ შრომის თუ გახსოვთ არჩევნებზე გავავრცელეთ ვიდეო. კი. შესანიშნავია ყველაფერი ჩვენ ვეცნობით, მაგრამ არ დავივიწყოთ ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიებს. მაშინ რუსულად გავაკეთე. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ აი მათ მივიდეთ ეს სიმართლე და აუ რაღაც ამ წით ახლა ვერ გადავიტანთ იქ ვერ გავყიდეთ ალბათ რაღაც რატო ელექტრონულად რუსულად გავაკეთე. ხო ინტერვიუების სახით ვიდეოების სახით რუსულად ძალიან კარგი იქნება. ნუ ჩვენ რუსულად ვცდილობთ ახლა ვეთქვით რა ესე წყალივით გაიგებთ. მადლობა გიორგი ალბათ შეაჯამე შენ და ამით დავასრულოთ. არაფორმალურ კი, რუსულად სოვაზე ვიყავით და წინ როცა კვლევა გავაკეთეთ, მართალია კლიპი გავაკეთეთ არჩევნებზე რუსულ ენაზე და იქ საინტერესო კომენტარები ჰქონდა იქ აფხაზეთიდან რომ ეს არჩევნების თემა არ გაგვიგია. საერთოდ არ რაზე გველაპარაკებით, საერთოდ გაუგებარია, გაგონილიც არ აქვს არჩევნებიო. ხო, ერთ სიტყვით მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. აი რო შევაჯამოთ, მართლა მე ასე შევაჯამდი თუ შეიძლება ამ ყველაფერს ერთი წინადადებით შეჯამება, მე ასე ავირჩევდი, რომ ანუ როგორ შეძლო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის საკითხის დალაგება. მათ ეს შეძლეს მთელი პროცესის დემოკრატიულ ინსტიტუტებში შემოყვანით. დემოკრატიით დაალაგეს საკითხი. აი ეს იქნებოდა მთელი თემის შეჯამება, ასე ვთქვათ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, არჩეული დემოკრატიული ინსტიტუტი. ამავე დროს ვექამ თქვა და არ უნდა დავიწყოთ, რომ ცენტრი არ არის სამყაროს აფხაზეთში. ბევრი რამე ხდება გარშემო, პირველ რიგში რუსეთის სამოქალაქო ომი ამხელა კატაკლიზმი ხდება. სადაც რაღაც მომენტში მიიჩნევა, რომ დენიკინი იმარჯვებს, ხო, საერთოდ. მიიჩნევა, რომ აი ისე აღმასვლას განიცდის, რომ იმარჯვებს და ეს ყველაფერი დაკავშირებულია, ხო, ერთმანეთთან და ასევე რომ დაუბრუნდე იმას, საიდანაც დავიწყე და ბოლოს ერთ ციტატას დავიკითხავ სულ ბოლოს პროპაგანდის ნიმუშის თავშესაქცევი ნიმუშის სახით რომ თქვი რომ აი თავი გვაქვს მთელი ამაზე სოჭში და ყუბანში რა ხდება და რა არის პოლიტიკა და რა მოძრავებთ იქაურ რუსულ პოლიტიკურ ძალებს როცა ისინი ირჩევენ საქართველოს მხარეს ხო ეს აფხაზეთი არ არის თითქოს ამ საკითხის გარეთ არის მაგრამ ამ საკითხის აღსაქმნელად გვეხმარება ჩვენ თქვით ეს სოჭის რუსი პოლიტიკოსები, მაგრამ არ გვიხსენებიან მწვანეთა მოძრაობა, ძალიან საინტერესო მოვლენა ეს იყო. გლეხთა მოძრაობა შავი ზღვის მხარეში, რუს გლეხთა მოძრაობა, მათ შორის შეიარაღებული მოძრაობა და მისი ლიდერი ვორონოვიჩი, რომელიც მთელი შეიარაღებული გამოსვლა იყო დენიკი და წიგნში ნახავთ ამ დეტალებს, მაგრამ ასე რა არის, რომ ეს ხალხი რატო წყვეტავს, რომ თავიანთი ბედი მათ შორის იარაღით ხელში დაუკავშირონ საქართველოს. ხო? აი ეს არის გასაღები არის პოლიტიკური დღესწესრიგი და პოლიტიკური პარადიგმა. ესაა გასაღები და ბოლოს ერთი წინადადება მინდა წავიკითხო და ამით დავასრულოთ. დათოს თავში არის ეს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს წერს შემდგომში უკვე 60-იან წლებში
წითელ არმიელი, შემდგომში პოლკოვნიკი დემინი წეს თავის დღიურში, როცა იწყება ომი. ჩვენ ვიდექით საქართველოს საზღვართან, რომლის ხელისუფლებაშიც იყვნენ მენშევიკები, ნოე ჟორდანიას მეთაურობით. გვეუბნებოდ, რომ ეს ნოე ჟორდანია არის მუშების მტერი, რომ საქართველო თითქოს და დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ ეს დამოუკიდებლობა არის სრული ფიქცია. ქართულ ხალხს არ უნდა დამოუკიდებლობა და ჯიუტად მიიწევს მოძმე რუსი ხალხისკენ. თუმცა ჩვენს მთავრობას დიპლომატიური კავშირი ჰქონდა მათთან და ტიფლისში ჩვენი პოლიტიკური წარმომადგენელი იყო კიროვი. გვეუბნებოდნენ, რომ რუსი ხალხი ყოველთვის ეხმარებოდა ქართულ ხალხს. ჩვენ ვიცოდით, რომ მენშევიკ ჯალათებს ეხმარებოდნენ ინგლისელები და ფრანგები. აი ეს არის ციტატა. მადლობა დიდი.